ვისაუბრებთ პირის ღრუს ჩართულობაზე. პირის ღრუს დაავადებები იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთად რო შევკრიბოთ მენტალური, კარდიოლოგიური, დიაბეტის დაავადებები და სხვა დაავადებები, რომელიც რესპირატორულ თქვა სისტემას ან სხვა ორგანოებს ემართებათ. არ არსებობს რაიმე ანტიბიოტიკი, რომელიც ბიოაპკში მოკლავს ბაქტერიებს. საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზაცია პაროდონტოლოგიაში და არ გვაქვს პოსტდიპლომური სწავლება პაროდონტოლოგიაში. თქვენ რომ ითხრათ, ახლა რამდენი წელი ისურვებდით იმპლანტაციას, მერე იმ კბილის და იმპლანტის ქონას პირის ღრუში. მთელი სიცოცხლე. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ დიდი რისკია იმპლანტის გარშემორბული ქსოვილების ანთების განვითარების, ამიტომ პირველივე დღიდანვე 10 ჯერ უფრო მეტად მოუარეთ თქვენს იმპლანტებს, ვიდრე კბილებს. კბილის გადარჩენა ყოველთვის არის პრიორიტეტი. და იმპლანტი მოიფიქრეს იმ შემთხვევებში, როცა კბილის გადარჩენა შეუძლებელია, ან კიდევ აღარ არის და ის უნდა ჩანაცვლეს. 2023 წლის გაიდლაინში ეგეწერა, რომ ჯერ პაციენტი გადაიყვანეთ ჯანმრთელობაში, ასწავლეთ პირის ღრუს ჰიგიენა და მოტივაცია გაუკეთეთ და მხოლოდ მერე ჩაუსვიეს იმპლანტი, ხო? ვინ გაჩქარებს? შეიძლება იმპლანტი იყოს ცენტრში და 2-3 მილიმეტრი იყოს კონტაქტამდე და კონტაქტს კი იწმინდავდეს, მაგრამ ჯაგრულად საერთოდ არ ხვდებოდეს, სადაც აბატმენტი არის, სადაც გადადის იმ სუპრაკონსტრუქციაში, რომელიც იმპლანტს ახვედრებს და იწმინდავდეს იქ და არ იწმინდავდეს იმას, რაც საჭიროა. ესე იგი, ამდენი ახალი ინფორმაცია მე არც ერთ სხვა ეპიზოდში არ გამიგია. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღევანდელ ეპიზოდს ვწერთ ტრადიციულად პოდკასტ არეაში და ვისაუბრებთ პირის ღრუს ჩართულობაზე, თემაზე, რომელიც სტომატოლოგიის ფარგლებს ცდება და დღევანდელი პარადიგმით პირდაპირ უკავშირდება ქრონიკულ დაავადებებს, პრევენციას და ცხოვრების ხარისხს. ბოლო წლებში კარიესი, პაროდონტიტი და პერიიმპლანტური დაავადებები სულ უფრო ხშირად განიხილება არაგადამდები დაავადებების კონტექსტში. ეს აღარ არის მხოლოდ ლოკალური ბაქტერიული ინფექციის საკითხი, აქ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ბიოაპკი, იმუნური პასუხი, სისტემური რისკ ფაქტორები, პაციენტის ქცევა, დიაბეტი, თამბაქო და გრძელვადიანი მონიტორინგი. დღეს ვისაუბრებთ იმპლანტოლოგიის თანამედროვე გამოწვევებზეც, როგორ შევინარჩუნოთ იმპლანტის გარშემო ბიოლოგიური სტაბილურობა, როგორ ავიცილოთ პერიიმპლანტიტი და რა როლი აქვს პაროდონტოლოგიურ სტატუსს, რბილ-ქსოვილებსა და სწორ ინდივიდუალურ დაგეგმვას. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროთ პატივი მაქვს უმასპინძლო თეა ნაცლიშვილს, რომელიც გახლავთ ქირურგი, პაროდონტოლოგი, მკვლევარი და საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი. თეა, ძალიან დიდი მადლობა რომ გსტუმრობთ, უკვე მეორედ მე პირველად გმასპინძლობთ, მაგრამ მეორედ გსტუმრობ და პატივია ისევ და ისევ ჩემთვის თქვენი მასპინძლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მსმენელს და ძალიან კარგი რომ არის ინტერესი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ დამიძახეთ თქვენს პოდკასტში. ხო, აი მე მგონია რომ ძალიან საინტერესო და ნიუანსურ საკითხებზე ვისაუბრებ და ეკადაც ემის ჩაწერამდეც გეუბნებოდით, რომ ჩემთვისაც კი ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს მიღებული, ამ თემისთვის მზადება, აი ფაქტობრივად რაღაცა დღეში ბნელ დღეში ხელის ცეცებას გავდა იმდენად უცხო რაღაცა თემატიკებს შევეხედა. ეს ჩემი პირველი კითხვაც ისეთი თემიდან გამომდინარეობს, რომელიც ერთ-ერთი ასეთ პარადოქსულ ცნება დაღიქმება ჩემ თავში, ან გულისხმობ რას. 2025 წლის მიწურულს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც პირის ღრუს დაავადებები უკვე აღარ განიხილება მხოლოდ სტომატოლოგიურ პრობლემად, არამედ ინტეგრირდა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების კონტექსტში. აი ჩემთვის ეს ორი ფაქტორი რაღაცა თითქოს შეუთავსებელია, იმიტომ რომ ერთის მხრივ პირის ღრუს ჯანმრთელობის, პირის ღრუს დაავადებების გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორები ინფექციური გენეზის არის და მეორე მხრივ ვამბობთ, რომ პარადიგმა შეიცვალა და არაგადამდებ დაავადებად მივიჩნევთ, ხო? ქრონიკულ არაგადამდებ დაავადებად. როგორ შეიძლება ინფექციური დაავადება იყოს არაგადამდები? რა ხდება სტომატოლოგიაში ესეთი განსაკუთრებული და რას ნიშნავს ეს სიახლე? პირველ რიგში მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი ცვლილება მოხდა, იმიტომ რომ მანამდე იყო სამი ჯგუფი, იყო გადამდები, არაგადამდები და სტომატოლოგიური დაავადებები განიხილებოდა ცალკე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანების დამოკიდებულება სტომატოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში, იმიტომ რომ თითქოს პირის ღრუ და მისი ჯანმრთელობა იყო საერთოდ სხვა სამყარო და ორგანიზმის სხვა დაავადებები იყო სხვა. ეს რა თქმა უნდა პრობლემებს ქმნიდა ჩვენი სტომატოლოგიური დაავადებების მნიშვნელობის მხრივ და
უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, იმიტომ რომ პირველი იყო გადამდები დაავადებები, მაგაზე უნდა ყოფილიყო მეტი ფინანსური თუ ასე რომ ვთქვათ ყურადღება მიპყრობილი და მერე უკვე მოდიოდა არაგადამდები სხვა დაავადებები, რომლებიც სხვა ორგანოებს ემართებოდა და შემდეგ უკვე ფინანსური თუ ასე ვთქვათ მნიშვნელობა სხვა მხრივი იყო სტომატოლოგიური დაავადებებზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ნამდვილად უყურადღებოდ რჩებოდა ეს მხარე. მაგრამ მერე კვლევებმა აჩვენა, რომ პირისღრუს დაავადებები რო ავიღოთ, რაც შეიძლება პირისღრუში მოხდეს. მათი გავრცელება, ანუ ადამიანების ავადობა აღმოჩნდა, რომ 3-ჯერ და 4-ჯერ აღემატებოდა სხვა დაავადებებს, სხვა არაგადამდებელ დაავადებებს და ეხა არ ვიცი რამდენად შესაძლებელია თქვენ პოდკასტში რომ ის დიაგრამა ვანახოთ, რაც სოფლიო ჯადოვის ორგანიზაციამ აჩვენა და შეგვიძლია რომ ვანახოთ. ესე იგი, პირისღრუს დაავადებები იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთად რო შევკრიბოთ მენტალური, კარდიოლოგიური, დიაბეტის დაავადებები და სხვა დაავადებები, რომელიც რესპირატორულ თქვა სისტემას ან სხვა ორგანოებს ემართებათ. და ფაქტიურად საშუალოდ რო დაითვალეს 1 ბილიონით უფრო მეტი ადამიანი ავადობდა სტომატოლოგიური დაავადებით, ანუ პირისღრუს დაავადებებით, ვიდრე ამ სხვა დანარჩენი ერთად შეკრებილი. პირადი დაკვირვებითაც ადვილად შეიძლება მაგ დასკვნის გამოტანა, სულ რომ ამ სტატისტიკებს არის ნომერი, რომ ალბათ ყველას ჩვენ გარშემო აქვს რაღაცა მინიმუმ ერთი სტომატოლოგიური მდგომარეობა. დიახ, შეიძლება არ დადიოდეს კარდიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, რავი, ფსიქოთერაპევტთან თუ სხვა დაავადებების ან ნევროლოგთან, სხვა დაავადების კურნალ ექიმებთან, მაგრამ სტომატოლოგთან ერთხელ მაინც იქნება რაღაცის გამო ნამყოფი. მაგათ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საერთოდ ჯანდაცვის ორგანიზაციები უნდა მეტ ყურადღებას აქცევდნენ, იმიტომ რომ ეს პაციენტები ძალიან ბევრია და მათ ჭირდებათ მიხედვა და მეორე, ჩვენი პირისღრუ ხომ არ არის ცალკე სამყარო, ის არის ჩვენი ორგანიზმის ნაწილი და პირველი რაც მაგალითად ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენ ვიღებთ საკვებს თუ ასე რომ ვთქვათ, საუბრობთ, საჭიროა რა პირისღრუს ჯანმრთელი აპარატი, იმისთვის რომ ეს ორი ფუნქცია მინიმუმ შეასრულოს. აღარ ვსაუბრობ იმაზე თუ რა პათოფიზიოლოგიური კავშირები არსებობს პირისღრუს დაავადებებსა და სხვა ორგანოებს შორის, რომლებიც დამტკიცებულია არაერთხელ და შესაბამისად ვიცით, რომ როგორც პირისღრუს დაავადებებმა შეიძლება დაამძიმონ თუ არ გამოიწვიონ დაამძიმონმა ის სხვა ინფექციური დაავადებები სხვა ორგანოებში, ასევე მათ შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ პირისღრუს ჯანმრთელობაზე და ეს ყველაფერი არის ორმხრივი და მნიშვნელოვანი. მათ შორის არაინფექციური დაავადებები შეიძლება დაამძიმოს. მაგალითად დიაბეტი, რომელთანაც ძალიან დიდი კავშირია და უკვე ამაზე აღარ ვსაუბრობთ ხოლმე, იმდენად ყველაფერი ვიცით და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მიუდგებით და რა მნიშვნელობას მივანიჭებთ პირისღრუს ჯანმრთელობას ზოგადი ჯანმრთელობის კონტექსტში და შემდეგ უკვე მეორე საკითხი, რაზეც ხაზი გაუსვით, ეს იყო ბიოაპკის როლი, იმიტომ რომ ეს არის ინფექციური დაავადებები არის პირისღრუს შემთხვევაში როგორც კარიესი, ასევე პაროდონტიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებები და დღეს უკვე ვიწყებთ საუბარს იმაზე, რომ პერიიმპლანტიტის ასევე ძალიან გავრცელებული დაავადება, ოღონდ მისი გენეზი და მისი საწყისი აბსოლუტურად სულ სხვა, ასე რომ ვთქვათ, სიტუაციიდან იწყება და ალბათ მაგაზე ბევრს ვისაუბრებთ დღეს, მაგრამ თუნდაც კარიესი და თუნდაც პაროდონტიტი, რომელიც ბაქტერიის, ანუ ინფექციის გარეშე არ ვითარდება, ეს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც დამტკიცებულია კვლევებით, თორე ამაზე საუბრობდნენ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა ფილოსოფოსები თუ ექიმები, რომლებიც მოღვაწეობდნენ და შეისწავლდნენ ამ დაავადებებს და უბრალოდ ეს უკვე დამტკიცებულია, მაგრამ პარადიგმა იმისა, რომ ერთი ბაქტერია, ან უბრალოდ ბაქტერიების დაგროვება იწვევდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიცვალა და მივიღეთ ის ამბავი, რომ ადამიანს უგროვდება ეს ბაქტერიები და ისინი ქმნიან პატარა მიკროსამყაროს, რასაც ჩვენ ვეძახით ბაქტერიულ ბიოაპკს, რომელიც შედგება ბაქტერიების მიკროკოლონიებისგან, მათ მიერ გამოყოფილი ლორწოსგან და მიკრომილაკებისგან, რის მეშვეობითაც იქ შიგნით ძალიან ღრმად არსებულ იმ ცალკე მყოფ ბაქტერიებს აწვდიან ინფორმაციას და საკვებს ეს ბაქტერიები გარემო პირობებიდან და ასე შემდეგ და ესე შეუძლია ამ ბიოაპკში გაიზარდოს, გამრავლდეს, ოჯახი შექმნას თავის დონეზე, არ ვიცი როგორ ხდება მიკრობების დონეზე, მაგრამ მაინც ხდებით ხო, მაგათ მთელი ეს ეკოსისტემა არსებობს, რომლის დაშლაც მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. არ არსებობს რაიმე ანტიბიოტიკი, რომელიც ბიოაპკში მოკლავს ბაქტერიებს. რაც გავრცელებული პრაქტიკა არის, სამწუხაროდ მათ შორის საქართველოში კურნალობის თვალსაზრისით, ხო?
შესაბამისად გამოდის რომ მაგალითისთვის პაროდონტიტი თუ აქ რის გამო ცხრძილის და ძვლის ანთება მიმდინარეობს და კბილის შემდეგ ძვლის ზაშლის გამო ირყევა და კარგავს ადამიანი კბილს იმის შესაჩერებლად ანტიბიოტიკოთერაპია სამწუხაროდ გამოიყენება ხოლმე არა და ამ დროს ბიოაპკი არ კვდება რაღაცა ცოტათი ანთება ჩაცხრება მე ეს ბიოაპკი რომელიც ცოცხალი დარჩა განაგრძობს განვითარებას გაზდას და სხვა ადგილებში გადადის და შესაბამისად მე ადამიანი კარგავს კბილებს იმიტომ რომ პაროდონტიტის მკურნალობა მასე არ ხდება უკვე საუკუნეები. და აი თვითონ პრაქტიკაში ამან რა შეიძლება შეცვალოთ თქვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში რაც ახსენეთ რომ აი ეს ანთება ყოველთვის არ არის გამოწვეული ამ ინფექციური გენეზით, ხო? აი მან აი თუნდაც მკურნალობის მიდგომაში, აი რა შეიძლება, რა ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს? ნუ ეს აღარ არის ახალი ამბავი, იმიტომ რომ ბიოაპკის შესახებ დაახლოებით 60-ან 70-იან წლებში კვლევები ჩატარდა და გაირკვა, რომ ერთი ინფექციური აგენტი არა, არამედ ბიოაპკი იყო გადამწყვეტი და ასევე ისიც გაირკვა, რომ მხოლოდ ბიოაპკის ქონა არ არის საკმარისი, არის რაღაც ინფექციური დაავადებები, რომლებშიც ასე რომ ვთქვათ, მაგალითად რაღაც ვირუსული თუ რაღაც ბაქტერიული დაავადებების დროს თუ კონკრეტულად ის ბაქტერია, კონკრეტულად ის ვირუსი არ შეხვდა, დაავადება არ ვითარდება, ჩვენ შემთხვევაში არ არის ესე. შესაბამისად, ჩვენ ვებრძვით არა 1, 2, 3, 10 ბაქტერიას, არამედ ვებრძვით აი ამ კონგლომერატს, რომელიც ეკოსისტემას ქმნის და პლუს ამასთან ერთად აუცილებლად მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარ-განწყობა. კეთილი. ხო, უბრალოდ იმის გაგრძელება მინდოდა, რომ შეიძლება ჩვენს გარშემო პაციენტები როცა მოდიან ხოლმე მაგას ამბობენ რომ აი მაგალითად ბაბუა ჩემს ან ვიღაც ჩემ ახლობელს კბილები საერთოდ არ გამოუხეხავს და კბილებით თავისი კბილებით გარდაიცვალა და როგორ რანაირად თუ კბილების ხეხვა ესეთი მნიშვნელოვანია და მექანიკურად ბიოაპკის მოცილება ესეთი მნიშვნელოვანია მაშინ რატო ქონდა ამ ადამიანს ეს კბილები სიცოცხლის ბოლომდე და ისევ და ისევ ბაქტერიული ბიოაპკი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამის გარშე არ დაიწყება ანთება ან არ დაიწყება კარიესი შემდეგ მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარ-განწყობა ან კარიესის ან პაროდონტიტის მიმართ, ანუ მინიმუმ გინგივიტის ან ღვიძლის ანთების მიმართ, შესაბამისად ზოგ ადამიანს აქვს ერთის მიმართ გენეტიკური წინასწარ-განწყობა და ემართებათ ბევრი კარიესები და მრავლობითი კარიესები თავადობს, მაგრამ ღვიძლის ანთება ან ძვლის ანთება არ დაემართებათ, ან ვიღაცას მეორეს მიმართ აქვს გენეტიკური განწყობა და ის ემართება და კარიესის საერთოდ არ აქვს არც ერთ კბილს, რომელიც სვივა პაროდონტიტის შედეგად, ან ვიღაცას ორივეს მიმართ აქვს, იმას საერთოდ არ გაუმართლა. თუმცა მესამე და მნიშვნელოვანი რაც ხაზგასმით ითქვა უკვე დაახლოებით 10 წლის წინ იყო ის, რომ გარემო ფაქტორებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს გარემო ფაქტორი იქნება, რა ვიცი, ზოგადი დაავადება თუ მავნეჩვეებით, თამბაქოს მოხმარება თუ ასე შემდეგ, ანუ ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე. კი ბატონო. კიდე ერთი თემა აი მოთელუისთვის, რასაც მინდა შევეხო და ეს ესეთი ძველი ახალი ამბავი არ არის, მაგრამ აი 2018 წლის პაროდონტოლოგიის დაავადების კლასიფიკაციის განახლების შემდეგ დაემატა იმპლანტის ირგვლივი დაავადებები და ასევე პაროდონტიტის დაყოფა მოხდა სტადიების და ხარისხის მიხედვით, ხო? მანამდე თუ იყო მსუბუქი საშუალო მძიმე, ეხა არა მარტო ეს სტადია, არამედ პროგრესირების რისკის და ხარისხის შეფასებაც ხდება, ხო? ამ მიდგომამ, განახლებულმა მიდგომამ როგორ შეცვალა თუ შეცვალა ზოგადად პაციენტის მკურნალობის სტრატეგია და სისტემური რისკ ფაქტორების მოქმედების გავლენა კლინიკურ მდგომარეობაზე როგორ შეიცვალა ამ მიმართულებით. ნახეთ 2018 წელს პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა პაროდონტიტს, როდესაც სტადიები და ხარისხები გამოიყო, რაც ონკოლოგიიდან აიღეს რეალურად, იმიტომ რომ იქ არის ეს გრადაციები ონკოლოგიური დაავადებების. კარგად ახსენეთ, რომ რა შეცვალა მკურნალობის სტრატეგიაშია, იმიტომ რომ თვითონ მეთოდოლოგიურად მკურნალობა არ შეცვლილა. რასაც ვაკეთებდით 10-20 წლის წინ, ფაქტობრივად იგივეს ვაკეთებთ ბიოაპკთან ბრძოლაში და იმ პაროდონტული დეფექტების აღმოფხვრაში ქირურგიულად თუ არაქირურგიულად. აი მიდგომა შეიცვალა პაციენტების, ასე რომ ვთქვათ, შემდგომ მონიტორინგში და მათ მენეჯმენტში პირველ რიგში, იმიტომ რომ რაც უფრო მძიმე ფორმა, რაც უფრო მძიმე სტადიის პაციენტი არის, მას უფრო მეტი ყურადღება ჭირდება და უფრო მეტ რაღაცებს აქცევ ყურადღებას, უფრო ხშირად დადის პაციენტი და ასევე მეოთხე სტადია გამოიყო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მესამე და მეოთხეც ნიშნავს მძიმე ფორმის პაროდონტიტს. უბრალოდ განსხვავება არის მხოლოდ იმაში, რომ შენ მესამე სტადიის პაროდონტიტის მქონე პაციენტს შეძლებ მხოლოდ შენი პაროდონტოლოგიური მკურნალობით დაეხმარო და შეუნარჩუნო კბილები, მაგრამ მეოთხე სტადიაში უკვე პაციენტს აქვს ხეჭვეთი დისფუნქცია, მას შეიძლება კბილების გადაადგილება აქვს, მას შეიძლება აკლია რაღაც კბილების შესაბამისად, მას სჭირდება ორთოდონტი, მას სჭირდება ორთოპედი, იმპლანტოლოგი იმისთვის, რომ ხეჭვეთი დისფუნქცია და კბილების არასწორი მიგრაცია შეუცვალოთ.
თუ არა და მაშინ ემატება ის სხვა ტრაუმული ოკლუზიური ძალების ზეგავლენა, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ ამ მდგომარეობას. ამიტომ უკვე მეოთხე სტადია გამოიყო და ამ მეოთხე სტადიაში კიდევ 4 ტიპის პაციენტი გამოიყო, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ჭირდება დახმარება და აი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მესამე და მეოთხე ტიპს, ამ მეოთხე სტადიისას ჭირდებათ ორთოპედიული მკურნალობა ან კბილებზე, ან იმპლანტებზე. და მეოთხე სტადია კონკრეტულად მეოთხე სტადიის მეოთხე ვარიანტი არის კონკრეტულად ის პაციენტები, რომლებსაც ფაქტობრივად სრული ადენტია აქვთ და ჭირდებათ უკვე იმპლანტებზე სრული რეაბილიტაცია. ამიტომ იმპლანტოლოგიური ნაწილი უფრო მეტად ჩაიშალა და ამ პაციენტების იმპლანტოლოგიური მონიტორინგი, მენეჯმენტი და ასე შემდეგ ბევრად უფრო დაზუსტდა, რაღაც რეკომენდაციები დაიწერა და სულ განახლებაშია ეს ყველაფერი და თავისთავად კიდევ ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ წინა წლების კლასიფიკაციებში არ იყო იმპლანტის ირგვლივი დაავადებების, ასე რომ ვთქვათ, გაშიფრვა და საერთოდ არ არსებობდა ეს ნაწილი, მაგრამ პრაქტიკამ ანახა, რომ თუ არა პაროდონტოლოგთან ვისთან უნდა წავიდეს პერიიმპლანტიტის მქონე პაციენტი. იმიტომ რომ იმპლანტოლოგი მაინც დღეს არის ქირურგი, რომელიც აკეთებს იმპლანტს, ხო, სვავს იმპლანტს, იმპლანტაციას აკეთებს. შესაბამისად, როდესაც პაციენტს რაიმე პრობლემა ემართება და უმეტეს შემთხვევაში პერიიმპლანტიტია, ანუ იმპლანტის ირგვლივი რბილი და მაგარი ქსოვილების ანთება, აქ ყველა ვარიანტში გვჭირდება პაროდონტოლოგის ჩართულობა, რომელიც რეალურად პაროდონტიც, ანუ კბილის ირგვლივ არსებულ ანთებას მკურნალობს და მისი ყოველდღიური პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი ნიუანსი, ბევრი განსხვავება ამ რაღაც მკურნალობის მეთოდებში, პროგნოზირებადობაში და ასე შემდეგ, მაინც პაროდონტოლოგი არის ხოლმე წამყვანი სპეციალისტი აი ამ დაავადებების მენეჯმენტში. ჩვენთან როგორ არის ეს ჯაჭვი? ახლა ელუცებ გადავახტი ალბათ რამოდენიმე საფეხურით ჩვენს გეგმას, ასე ვთქვათ, პოდკასტის მსვლელობისა, მაგრამ აი ჩვენთან ეს ჯაჭვი როგორ მუშაობს, ხო? ადამიანს, რომელსაც იმპლანტაცია ჭირდება, მერე შემდგომი მონიტორინგი, აი ჩვენთან როგორ ხდება? ანუ არის მაგაზე საკმარისი ცნობიერება, ან ცნობიერება თუ არის მერე პრაქტიკაში გადადის? არის კლინიკები, სადაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი კლინიკა ჯერ მხოლოდ ჩასმაზეა ორიენტირებული და არა ამ პაციენტების შემდგომ მოვლაზე. საერთოდ ჩვენთან მედიცინას გვიჭირს პოსტოპერაციული მოვლა და მენეჯმენტი პაციენტების. ყველა მიმართულებით, ხო, ეხა არ მინდა ძალიან ცუდად გამომივიდეს და პესიმისტურად, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე გამოდის საბოლოო ჯამში. რაც არ უნდა სურდეს ექიმს, რომ კარგად მოუაროს შემდეგ, ნუ ეგ არის პრობლემა და სტატისტიკაც ცხადყოფს ამას, სულ ჩვენ არ გქონდეს სუბიექტური დაკვირვებები. ცოტა რთული ნაწილი, იმიტომ რომ აი მაგალითისთვის ხა ნორმალურ ქვეყნებში, ნორმალურ კლინიკებში, თორე ქვეყნებშიც კი არის ეს პრობლემა, იმ ევროპულ და ამერიკაშიც კი, ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაშიც კი. ნახეთ როგორ რაღაც არის წესით, პირველ რიგში უნდა მოხდეს პაციენტის სწორად შერჩევა. თუ ვის გაუკეთებ იმპლანტს, იმიტომ რომ ჩვენ სავარაუდოდ ვისაუბრებთ კიდევაც თუ რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს იმპლანტაციის შემდგომ და ჯერ უნდა პაციენტი სწორად შეირჩეს. შემდეგ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, სწორად დაგეგმარება იმპლანტაციის და დაგეგმარების მერე პაციენტთან უნდა მოხდეს გასაუბრება და ინფორმირებულობა თუ როგორ უნდა მოუაროს იმპლანტაციის შემდეგ პაციენტმა და როგორ უნდა მიხედოს მის იმპლანტებს სიცოცხლის ბოლომდე. რა სიხშირით უნდა იაროს კლინიკაში, ესე იგი შემონარჩუნებელ თერაპიაზე, სახში როგორ უნდა მოახდინოს ამ იმპლანტის მოვლა და ასე შემდეგ, რა საშუალებები და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ყველა სტომატოლოგიური კლინიკა არ არის მზად ამ პაციენტების პოსტოპერაციული, მე ვგულისხმობ შემონარჩუნებელ თერაპიაზე სიარულით, იმიტომ რომ რაც მეტ იმპლანტს ჩასვავ, მით მეტი, ასე რომ ვთქვათ, დისპანსერული პაციენტი გიჩნდება კლინიკაში. არ არის ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკები მზად, რომ სწორად მოახდინონ ამ პაციენტების ინფორმირებულობა. იმიტომ რომ იმპლანტოლოგი ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში არის ან ყბასახის ქირურგი, ან ჩვეულებრივი ქირურგი და ეხა ორთოპედებიც დაემატნენ ამ სიას, რომელმაც ისწავლეს ეს ქირურგია. მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს გავლილი პაროდონტოლოგიური განათლება, რომელიც პაციენტთან საუბარს, ახსნას, განათლებას, мотивაციას გულისხმობს და ამაზე უნდა დახარჯონ დრო. ხო, და დროის პრობლემაა, იმიტომ რომ პაციენტი არის ჩაწერილი დიაგნოსტიკაზე თუ რა ვიცი, კონსულტაციაზე, უბრალოდ რომ აქ იმპლანტი ჩავა, ნახავენ ძვალი არის თუ არა, შესაბამისად კი ჩავა და всё, ჩაწერენ ოპერაციაზე და მოდის ოპერაციაზე. მერე შეიძლება მიცენ ძალიან დიდი ინფორმირებული თანხმობა, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი გაწერილია, მაგრამ რამდენი ჩვენგანი კითხულობს პოსტოპერაციულ ინფორმირებულ თანხმობას.
ნეტა რეკომენდაცია წაიკითხოს და ის რაც იქ დავწერეთ შეასრულოს ამაზე ძალიან ბევრი ისტორიები მაქვს ჩემ პაციენტებთან დაკავშირებით და ძალიან ხალისობთ ხოლმე მე რომ რისთვის დავწერეთ თქვენთვის ხო დავწერე და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შემდეგ რაღაც პრობლემები დგება მე პაციენტი ამბობს აი მე რო ეს ვცოდნოდა ჩემთვის რო ეს მოეყოლათ შეიძლება მოუყვეს კიდევ არ ახსოვს ეს მეორე საკითხია კიდე იმიტომ რომ პაციენტების ნაწილი უბრალოდ გულგრილად ექცევა ამ ნაწილს და როცა მოტივაციაზე და შემონარჩუნებელ თერაპიაზე ლექციებს უკითხავ ხოლმე ექიმებს იქ სტატისტიკა მომაქვს როდესაც საუბარია რომ პაციენტი ჩვენთან კონსულტაციის დროს მიღებული ინფორმაციის 60%-ს ივიწყებს უბრალოდ ავიწყდება და 40 თუ დარჩა და წაიყოლა ვიზიტის შემდეგ უკვე კარგია ხო ამისთვის არსებობს დაწერილი რეკომენდაციებიც მათ შორის და უნდა არ არის საჭირო ესეთი პირდაპირ ჭიპლარით ექიმთან და ყველა კითხვისთვის ისედაც დაკავებული ძალიან ხალხი მაგრამ სამწუხაროდ მეორე მხარეა როცა არ კითხულობენ იმას რასაც უწერთ კიდევ და ეგეც პრობლემა არის და გამომდინარე აქედან ჩვენ ან გვაკლინიკები რომლებიც ამისთვის მზად არ არიან და გონიათ რომ პროცედურა ჩატარდა მორჩა და პაციენტის პასუხისმგებლობა როგორ მოვლის და რას იცავს და გაიგებს თუ არ გაიგებს და AI თუ სხვა საშუალებები გამოიყენოს და ისწავლოს თქვა და შეიმეცნოს როგორ უნდა მოუაროს ან მეორე უბრალოდ მზად არ არის ამისთვის იმიტომ რომ ამისთვის ჭირდება ბევრი პაროდონტოლოგი კლინიკაში და რეალურად ერთი ვარიანტია რომ ნამდვილად ყავს მაგრამ ცოტაა და არ არის საკმარისი მე საუბრობ რომ ანუ ნამდვილად ცოდნით აღჭურვილ და ტექნიკურად აღჭურვილ პაროდონტოლოგზე და მეორე მხარე არის, როდესაც პაროდონტოლოგი ქვია და სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზაცია პაროდონტოლოგიაში და არ გვაქვს პოსტდიპლომური სწავლება პაროდონტოლოგიაში. მესმის აბსოლუტურად ეს პრობლემა არაერთი მიმართულებით დგას. იმედია ოდესმე დაადგება საშუალება ამ გადაცემაში ალბათ ვერ მოვაგვარებთ ნამდვილად, მაგრამ თემის აქტუალიზაცია შეუწყობთ ხელს და გამგებმა გაიგოს დაე. და ამ იმპლანტოლოგიაზე მინდა დავრჩე კიდევ აქ რო ჩავღრმავდეთ ხო დეტალებში ამ პრობლემატიკას დიდი ხნის განმავლობაში მთავარი მიზანი იმპლანტოლოგიაში იყო ოსტეოინტეგრაცია, ანუ იმპლანტის ძვალთან წარმატებული შეხორცება, თუ სწორად ვამბობ. არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ. ეს უკვე დღეს საბაზისო მოთხოვნად ითვლება, ანუ მინიმუმ აუცილებელ პირობად, მაგრამ არა საკმარისად და დღეს უკვე მთავარი კითხვა გრძელვადიან სტაბილურობაზე გადადის, ხო? და ასევე ციფრული პროთეზირების სიზუსტეც მნიშვნელოვანია, ხო? აი ამ ხრივ სად არის შეცვლილი დღესდღეობით პარადიგმა იმპლანტაციაში, ანუ ეს გრძელვადიანი ბიოლოგიური სტაბილურობის მნიშვნელობაზე მინდა ვისაუბროთ თვითონ პრაქტიკაში. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა, რომ დენტალური იმპლანტაცია რეალურად ძალიან დიდი მიღწევა იყო და ძალიან დიდი გარღვევა იყო სტომატოლოგიაში. იმიტომ რომ პაციენტების ნაწილი, რომელიც ფაქტიურად უკბილოდ არიან, მათთვის ნორმალური ფუნქციონირება, რასაც ქვია ღეჭვა და საუბარი, იყო რეალური პრობლემა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყბების ატროფია ემართებოდათ და პროტეზიც კი არ უფიქსირდებოდათ. და რამდენი სასაცილო ვიდეო გვაქვს მაგასთან დაკავშირებით ნანახი, რომ ლაპარაკობს და უცბად არ უფიქსირდება ეს პროტეზი. ამიტომ ეს ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში რა თქმა უნდა დიდი მადლობა იმ მკვლევარებს, ვინც ეს გააკეთეს და ბრონემარკი ვიცით რომ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოახერხა. მაგრამ თავიდან იყო საუბარი იმაზე და თავარი მიღწევა და ვაუ რა მაგრები ვართ, როდესაც ძვალი იყო საკმარისი და იმპლანტის მიხორცება ხდებოდა, იმიტომ რომ სულ თავიდან იმპლანტის დიზაინით და ზედაპირიც იყო გაკეთებული ისე, რომელსაც ეძახიან მანქანით დამუშავებულ ზედაპირს და იყო ასე თუ ისე უფრო გლუვი, პრიალა, რაზეც ოსტეობლასტები, ანუ ის უჯრედები, რომლებმაც სულის შეხორცება უნდა უზრუნველყონ, ვერ გრძნობდნენ თავს კომფორტულად. ამიტომ თავიდან ეგ დილემა იყო, რომ შეხორცდებოდა თუ არა. ეს მოხდა, იმიტომ რომ შეიცვალა დიზაინი და გაჩნდა უფრო ხავიანი და სხვა დიზაინის მქონე იმპლანტები, რომლებიც რეალურად 80-იან 90-იან წლებში შემუშავდა და მას მერე ოსტეოინტეგრაცია პრობლემა არ არის. ანუ ის რომ ძვალი ვიპოვო და ოღონდ სადმე რამე შევახორცო, ანუ ზულით მართული იმპლანტოლოგია დარჩა წინა საუკუნეში. 2000-იანი წლების დადგომასთან ერთად უკვე საკითხი გახდა უკვე აქტუალური იმ ხრივ, რომ ჩვენ კი შევახორცეთ, მაგრამ რა პოზიციაშია, რამდენად კომფორტულია მასზე ორთოპედიული კონსტრუქციის მომზადება და ფიქსაცია. და შესაბამისად უკვე მეორე ეტაპი დაიწყო იმპლანტოლოგიაში, როდესაც ორთოპედიულად მართული იმპლანტაცია უნდა მომხდარიყო და ამასთან ხელი შეუწყო რა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაჩენამ სტომატოლოგიაში. ოღონდ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ჩვენ გვაქვს კონუსურსხიული კომპიუტერული ტომოგრაფია და არა ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია, რასაც ვთქვათ სხვა ორგანოების დიაგნოსტირებისას ვიყენებთ ხოლმე. შესაბამისად, კონუსურსხიული კომპიუტერული ტომოგრაფიის გაჩენა, რომელიც დაახლოებით 2010 წლისთვის პლუს მინუს რამდენიმე წელი არის, ესე იგი
ბაზარზე. შესაბამისად, ამან ხელი შეუწყო უფრო მეტი სიზუსტით, როგორც დიაგნოსტირებას, ასევე მკურნალობის დაგეგმარებას, იმიტომ რომ დღეს ვიცით, რომ პლუს რამოდენიმე წელიწადში დაგვემატა ციფრული ტექნოლოგიები და ამან უკვე ხელი შეუწყო ზუსტად ორთოპედიულად სწორ პოზიციაში იმპლანტაციის დაგეგმარებას და შესრულებას, რადგან შეიქმნა ქირურგიული შაბლონები. შესაბამისად, ჩვენ შეგიძლია ოპერაციის დროს წინასწარ დამზადებული შაბლონი ჩასვა პირის ღრუში და ზუსტად იქ გაუშვა იმპლანტი, სადაც ორთოპედისტვის მარტივი იქნება იმპლანტაციის ორთოპედიული კონსტრუქციის შესრულება იმპლანტზე. მაგრამ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადამიანების სურვილები ხო უფრო იხვეწება და იზრდება და ასე შემდეგ და ესთეტიური მოთხოვნა არა მარტო სტომატოლოგიაში, არამედ ზოგადად გარეგნობაშიც ხო ძალიან იმატებს და შესაბამისად არა მარტო ზუსტად სწორ პოზიციაში, არამედ რბილი ქსოვილების სილამაზეც მოუნდა ადამიანს და ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე ძალიან მაღალ ესთეტიურ მოთხოვნებს ვაწყდებით და ადამიანს უნდათ რომ დაკარგავენ კბილს, ზუსტად ისეთივე ფორმის, ისეთივე გრძილის კბილი მიიღონ ის იმავე ადგილას და ამან უკვე რა თქმა უნდა პარადიგმა შეცვალა ბევრად უფრო ესთეტიური შედეგებისკენ და თავისთავად გრძელვადიანი, იმიტომ რომ თუ ადრე ვსაუბრობდით მხოლოდ იმპლანტის გადარჩენაზე success და survival ეს ორი მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა ვკითხოთ, რომ survival ანუ გადარჩენა იყო მთავარი მიზანი, რომ გადარჩენილიყო, შეხორცებულიყო და დიდხანს ყოფილიყო. დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ თან ესთეტიურიც იყოს, ფუნქციურიც იყოს და ასევე დიდხანს იყოს. ეს არის უკვე success წარმატება. რო არ არის ანთება, რო არ არის ჰიპერემია, რო თავისთავად ორთოპედიული კონსტრუქციაც კარგად არის, ესთეტიურადაც მოწონს პაციენტს და არის პირის ღრუში რამდენი წელი. აი, თქვათ თქვენ რომ მითხრათ, ახლა რამდენი წელი ისურვებდით იმპლანტაციას, მერე იმ კბილის და იმპლანტის ქონას პირის ღრუში. მთელი სიცოცხლე. და აი ზუსტად მანდ არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ შეიძლება 1-2-3 წელი ოკეი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მერე წავიდეს რაღაც გართულებები და ის გართულებები, როგორც არის პერიიმპლანტიტი, საბოლოო ჯამში იწვევს როგორც პაროდონტიტი რას, იმპლანტის დაკარგვას. კი ბატონო, აი ზუსტად ამ პერიიმპლანტიტზე მინდოდა დამესვა შეკითხვა. აი თავისთავად ეს თქვენ ახსენეთ, თუ არ ვთქვი ეგი ტერმინოლოგიურად იგივე რაც იმპლანტის ზედაპირების მოდიფიკაცია, ხო, რომელიც ამ ოსტეოინტეგრაციას უწყობს ხელს, აი ხავები რო ახსენეთ, სადაც ოსტეობლასტები უკეთ აქტიურდება, ხო, ძვლოვანი უჯრედების წარმოქმნელი სხვა უჯრედები, ოსტეობლასტები. ეს თავისთავად რამდენად ცვლის ბიოაპკის ჩამოყალიბების რისკს, რითაც დავიწყეთ. იმიტომ რომ ეს რაღაცა უფრო რთულ ამბად მგონია, ხო, ამ იმპლანტზე, რომელზეც შემდეგ კიდევ რაღაც სტრუქტურა არის დამაგრებული, მათ შორის ამ ბიოაპკის გაჩენა და მე იქ მიდგომა და იმის გართულებები. ანუ ძალიან ისეთი კითხვა ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია რეალურად ეს ორი საკითხი ერთმანეთთან და ზუსტად კვლევებიც აჩვენებენ, რომ მანქანით დამუშავებული იმპლანტები როცა იყო, მაშინ იყო ოსტეოინტეგრაციის ანუ იმპლანტის ძვალში ფიქსაციის პრობლემა. მაგრამ პერიიმპლანტიტი იშვიათად ემართებოდა ამ იმპლანტებს. და მას შემდეგ რაც ხავიანი ზედაპირები მოიფიქრეს და ეს ხავიანი ზედაპირები არის ბევრნაირი, რა ვიცი, ქვიშაჭაულით დამუშავებული თუ პლაზმით თუ ასე შემდეგ, ნუ ბევრნაირები არის. შესაბამისად გაიზარდა ბიოაპკის აკუმულაციის ანუ დაგროვების ალბათობა და გამოვიდა რომ ოსტეოინტეგრაცია მივიღეთ, მაგრამ თუ ბიოაპკმა მიაღწია, ანუ ინფექცია მიაღწია იმპლანტამდე, მაშინ პერიიმპლანტიტი უფრო დიდი ალბათობით იმცინებს და უფრო სწრაფად. და კურნალობაც მანქანით დამუშავებულ იმპლანტებზე უფრო მარტივია, მაგალითად ხო მოდიან ჩემთან პაციენტები, რომლებსაც, რა ვიცი, 20 წლის წინ აქვს ჩასმული იმპლანტი, ვთქვათ, ხო, აი 17-15 წლის წინ და ის ძველი იმპლანტი შეიძლება ქონდეთ. შესაბამისად, მათთან უფრო კარგ შედეგს ვხვდებ ხოლმე და ვახერხებ, რომ პერიიმპლანტიტი შევაჩერო, ვიდრე ახალ ჩასმულ იმპლანტებთან და სულ მაგაზე ხუმრობთ ხოლმე, რომ აი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ პერიიმპლანტის მკურნალობა დღეს ითვლება ჯერ კიდევ რელიგიოზურ, ანუ სულიერ მკურნალობა და გავაძლიეროთ ლოცვა. გავაძლიეროთ ლოცვა. ანუ არა გვაქვს ესეთი მეინებოს კი, ანუ მეინებს შეჩერება. სირთულეს, ანუ პირველ რიგში ის ქმნის, რომ ხავიანი ზედაპირი არის იმდენად ძალიან წვრილ დისპერსიული ის ხავები, რომ როდესაც ბაქტერია შიგნით ხვდება, ჩვენ არ გვაქვს არც ინსტრუმენტი და არც რაიმე ქიმიური საშუალება, რომელიც იქ შეაღწევს. და იქ მოახერხებს ამ ინფექციის დეზინფიცირებას თუ ამოღებას თუ სტერილიზაციას იმპლანტის ზედაპირის. რასაც ჩვენ ენაზე დეკონტამინაცია ქვია. რისი პრობლემას ჩვეულებრივი კბილის შემთხვევაში არ გვაქვს. არ გვაქვს. ანუ
ბევრად უფრო პროგნოზირებადია პაროდონტიტის მკურნალობა, ვიდრე პერიიმპლანტის მკურნალობა და 2023 წელს ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციამ შეიმუშავა გაიდლაინი იმპლანტის ირგვლივ რბილი ქსოვილების მკურნალობის და იქ წერია, რომ ანტიბიოტიკი არ გამოიყენოთ, არ არის ეფექტური, ადგილობრივად არ შეიყვანოთ რაიმე ანტიბაქტერიული საშუალება, იმიტომ რომ არ არის ეფექტური, ჰაერჭოლმოპოვება არ გააკეთოთ, იმიტომ რომ არ არის ეფექტური და წერია, რომ მარტო გაწმინდეთ და ახლა რა ვიცი ხო რო იყოს ესეთი ინსტრუმენტი რომელთაც ნამდვილად გაწმინდავდა ნამდვილად დეზინფიცირება მოხდებოდა ხო კაი მაგრამ არ არის დღეს ესეთი რომ 0.00 რაღაც მიკრომეტრზე შევიდეს ეს ჩემი ინსტრუმენტი და იქ ამოიღოს ის ბაქტერია რომელიც შიგნით არის მაშინ ამ შემთხვევაში საპირისპირო კითხვა მებადება პრევენციის რამე ინსტრუმენტი თუ გვაქვს აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად მედიცინაში ხო ესე არის, რომ პრევენცია არის ყველაზე ეფექტური მკურნალობა. შენ არ უნდა შექმნა პირობები, რომ ადამიანს დაავადება დაემართოს. თორე თუ დაემართა, მერე გააჩნია რა დაემართა, იმის მკურნალობა ან შესაძლებელია, ან არა, არ რთული ხო? ზუსტად ამ გაიდლაინში ეწერა, რომ როგორც ვიცით, არსებობს პირველადი პრევენცია, მეორადი, მესამეული, იმის დამიხედვით დაავადება როდის ვითარდება და იქ წერია primordial, რომელიც არის პირველად. და პრევენცია იწყება პაციენტის შერჩევით. იმიტომ რომ ბევრი კვლევა ჩატარდა და გაირკვა, რომ მაგალითად პაციენტს ვისაც აქვს პაროდონტიტი, იმასთან უფრო დიდია ალბათობა, რომ პერიიმპლანტიტი გაჩნდეს. თან 3-ჯერ თუ 4-ჯერ უფრო დიდია ალბათობა. ასევე გაირკვა, რომ ვინც ეწევა, იმასთან 5-ჯერ უფრო დიდი ალბათობა, რომ პერიიმპლანტიტი გაჩნდეს. პაციენტი, რომელიც ცუდ ჰიგიენას ატარებს, ანუ არ იცავს ჰიგიენას, იმასთან უფრო დიდი ალბათობა, შეიძლება პაროდონტიტი არ ქონდეს, მაგრამ ცუდი ჰიგიენა ქონდეს, ალბათობა, რომ დაემართოს იმპლანტის ირგვლივ რბილი ქსოვილების ანთება. ასევე პაციენტი, რომელიც არ დადის შემონარჩუნებელ თერაპიაზე, იმასთან 3-ჯერ თუ 4-ჯერ დიდია, რომ პერიიმპლანტიტი დაემართოს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შესაბამისად, მე თუ მყავს პაციენტი, რომელიც ქუჩიდან მოვიდა და არ ვიცნობ ვინ არის, თან ვნახე, რომ პაროდონტიტი აქვს, თან ვნახე, რომ ცუდი ჰიგიენა აქვს, თან რა ვიცი მე ეწევა კიდევაც და კი, ძვალი არის, ჩაგისვა იმპლანტს რა პრობლემაა და ორთოპედიულ კონსტრუქციასაც აი ხა ერთ კვირაში დაგიმზადებთ და საერთოდ ერთ მომენტიანად შემიძლია ამ კვირის ამოღება და ჩასმა და არანაირი განათლება, არანაირი мотиваცია, არანაირი წინასწარი მომზადება არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა, ესეთ პაციენტში უნდა ველოდოთ პერიიმპლანტიც და დღეს არის ბუმი პერიიმპლანტიტების. კვლევები ადასტურებს იმას, რომ ნუ მაგალითად საშუალო წელიწადში 12 მილიონი იმპლანტი ისმევა მსოფლიოში. ნუ ეს არის რაც დათვლილია და რაც არ არის დათვლილი, ხო წარმოგიდგენთ რა მხელა იქნება ეს ციფრი. აქედან დაახლოებით ესე იგი 20% ადამიანებს ემართებათ იმპლანტის ირგვლივ რბილი ქსოვილების ანთება. ნუ იმპლანტების შემთხვევაში უფრო ნაკლებშია 10% არის 2018 წლის ასე რომ ვთქვათ მონაცემით. თუმცა აი ბოლო რაღაცა კვლევები რაც წავიკითხე ახლა იყო რომ საუბარი რომ შეჯამება იყო სხვადასხვა კვლევის და იქ იყო როგორ იცით რომ აი ადამიანებში დაახლოებით გამოდიოდა დაახლოებით ვამბობ 25-დან 55%-მდე. ვისაც ჩაუსვეს იმპლანტი, ამ ადამიანებს ემართებათ პერიიმპლანტიტი. ეხლა ადამიანური რაოდენობა რო ვთქვა, ძალიან ბევრი, ანუ ყოველ მეორეს ან მესამეს უნდა დაემართოს მაშინ, ხო, ეს ანთება და ძალიან ბევრია. და საშუალოდ გამოთვლილი იყო, რომ სადღაცას მილიონი იმპლანტი მაინც იქნება ანთებით ყველაზე მინიმუმ. არდა ადამიანებს პირიქით გონიათ ხოლმე რომ იმპლანტი რო ჩავსი ის ხელოვნური რახან არის არაფერი ინფექცია აღარ კბილი არ არის ინფექცია არ არის ხო საიდან უნდა არდა პირიქით ანუ ნახეთ როგორ რაღაც არის კბილი ზის კბილბუდაში რომლის გარშემოც არის ძვალი და ღრძილი და ანთება რასაც გინგივიც და პაროდონტის ვეძახით ხო ეს არის ან მარტო ღრძილის ან ღრძილის და ძვლის ანთება და თავისთავად როდესაც კბილი იკარგება ეს პროცესი ჩერდება იმიტომ რომ კბილთან არის ხო კბილის ზედაპირზე ფიქსირდება ეს ბიოპკი და იმიტომ იწვევს ამ ანთებას მაგრამ კბილის მაგრამ თუ იმპლანტს ჩავსვათ იმპლანტის გარშემო რა გვაქვს ისევ ღრძილი და ისევ ძვალი ხა შეიძლება ღრძილი არ დავარქვათ და ლორწოვანი დავარქვათ იმიტომ რომ ეს არის ასე რომ ვთქვათ მიჩნეული რომ მუკოზა ანუ ლორწოვანი არის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირიქით დამტკიცებულია რომ იმპლანტის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილი ძალიან გავს ჰისტოლოგიური შენებით ნაწიბუროვან ქსოვილს ნაკლები სიზარღვია ნაკლები ფიბრობლასტია კოლაგენის შენება ნაკლებად ხდება შესაბამისად გამოდის რომ ამ ქსოვილს თუ ანთება დაემართა ბევრად უფრო ნაკლებად რეგენერირდება იმიტომ რომ სისხლომარაგება ნაკლები აქვს აღმშენებელი უჯრედები ნაკლები აქვს და საბოლოო ჯამში გამოდის რომ უფრო სწრაფად მიმდინარეობს მერე იქ ანთება და ამიტომ არასწორი ეს დამოკიდებულება რომ კბილი არ არის და პრობლემა აღარ არის და იმპლანტი თუ გაჩნდა საერთოდ მას მოვლა არ უნდა პირიქით ყველა გაიდლაინი ყველა რეკომენდაცია თუ კონსენსუსი რაც
უკვე 15-20 წელია გამოდის ამასთან დაკავშირებით წერს, რომ პაციენტები უნდა იყოს ინფორმირებული, რომ დიდი რისკია იმპლანტის გარშემორბილი ქსოვილების ანთების განვითარების, ამიტომ პირველივე დღიდანვე 10 ჯერ უფრო მეტად მოუარეთ თქვენს იმპლანტებს, ვიდრე კბილებს. კეთილი. ხო, ძალიან საინტერესოა, კიდე დამატებითი კითხვები მიჩნდება, რომ გისმენთ, რომ აი ესეთი პაციენტებში, რომ ვიცახსენეთ, სადაც ამ პერიმპლანტიტის განვითარების რისკი მაღალია, ანუ სტომატოლოგია და პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებები ორიენტირებულია იმაზე, რომ კბილი შევინარჩუნოთ თუ არ მოხდეს იმპლანტის ჩასმა თუ მაინც მოხდეს და უბრალოდ ცხოვრების წესი შეცვალოს ამ ადამიანმა ანუ აქ როგორი არის მიდრომა ანუ რაშვებით ხო ანუ კბილს უღებთ უბრალოდ და ესე ვტოვებთ რადგან პერიმპლანტიტის განვითარების რისკია ხო არ შვებით ამას იმპლანტს მაინც ვსვავთ და ძალიან მონიტორინგის ქვეშ ყავს თუ ვცდილობთ რომ კბილი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ბიოლოგიური კბილი ძალიან კარგი კითხვაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ ორგანოს და საკუთარ ქსოვილს არაფერი არ ჯობია და ვერაფერი ვერ იქნება უკეთესი, ვიდრე საკუთარია. ეს ერთი. ამიტომ კბილის გადარჩენა ყოველთვის არის პრიორიტეტი. და იმპლანტი მოიფიქრეს იმ შემთხვევებში, როცა კბილის გადარჩენა შეუძლებელია, ან კიდევ აღარ არის და ის უნდა ჩანაცვლდეს. გამომდინარე აქედან, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც კბილი უიმედოა და აუცილებლად ამოსაღებია, მხოლოდ მაგ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმპლანტაციის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვეტყვით პაციენტს, რომ არ გაგიკეთებ, იმიტომ რომ რისკები გაქვს, ხო? ანუ მე ვეუბნები პაციენტებს, თუ შენ სწორად გამოიხეხავ კბილებს, ივლის შემენარჩუნებელ თერაპიაზე, არ მოწევ სიგარეტს და ყველანაირ პირობას შეგვისურვებ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ შემენარჩუნებელ თერაპიაზეც ივლი, მაშინ ოკეი, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მაგრამ თუ არა, რისკები არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვერც ექიმი და ვერც კლინიკა ვერ აიღებს იმაზე, რომ ეს იმპლანტი კარგად, დიდხანს და ლამაზად, თან როგორც უნდათ, ისე ექნება პირის ღრუში. თუმცა ისევ და ისევ ადამიანების ფსიქოტიპი და ადამიანების დამოკიდებულება თავისი ჯანმრთელობის მიმართ არის ძალიან განსხვავებული და ანუ სულ მაგალითად მომყავს ხოლმე სიტყვაზე ვამბობ, ეხლა თირკმლის ტერმინალური ქრონიკული ანთების და დაავადების ტერმინალური მდგომარეობა, როდესაც თირკმელი აღარ მუშაობს. ხო ვერ ეტყვი ადამიანს, რომ არ გადაგინერგავ თირკმელს, ხო? იმიტომ რომ მას სიცოცხლისთვის ეს ძალიან ჭირდება, მთელი ცხოვრება დიალიზა ვერ იქნება. და ამისთვის ადამიანები ხარჯავენ დროს და ფულს და ენერგიას, რომ იშოვონ დონორი, შემდეგ გაიარო მთელი ეს სასამართლო პროცედურები და ფინანსები იშოვონ, რაც მთავარია და რაც არ ჯდება იაფი და შემდეგ, როდესაც მოხდება გადანერგვა, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? უნდა სვას რაღაცა წამალი იმის, რომ არ მოხდეს იმ ორგანოს მოცილება და ორგანიზმმა მიიღოს და სპეციალური იმუნოსუპრესორები ენიშნება და პლუს ასევე უნდა იკეთოს ანალიზები, უნდა იაროს ექიმთან შემანარჩუნებელ თერაპიაზე, რომ როგორც კი რამე მაჩვენებელი აირევა, მაშინვე მოხდეს ამის მკურნალობა და ასე რომ ვთქვათ, თირკმლის შენარჩუნება. ხო, კი ბატონო. ის რამდენი ადამიანი დადის მერე შემანარჩუნებელ თერაპიაზე? ანუ სტატისტიკა არის ძალიან ცუდი. 30%-ზე ნაკლები. ძალიან ან არ სვავს რაღაც პრეპარატს, ან არ ვიცი მოკლედ. და აი ხა რომ შევაშინოთ აქედან ჩვენ პაციენტები ერთად. ანუ ეს პერიმპლანტიტი თითქოს ისე ჟღერს, რომ კაი ეს ბიოაპკი თუ რაღაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ აი რა შეიძლება დამემართოს გარდა კოსმეტიკური რაღაცა, ვიზუალური იმის გარდა, ეფექტის გარდა, რა შეიძლება იყოს გართულება, ხო? აი რატო უნდა მიღირდეს მე ამაზე ფოკუსის და კონცენტრაციის და დროის დახარჯვა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ვიზუალურად ის ლორწოვანი რაც გარშემო არის ჰიპერემიული შეშუპებულია და ჩანს, თუმცა ძალიან ბევრი კბილის გარშემო დადის ესე და საერთოდაც არ ადარდებს. მაგრამ მეორე საკითხი არის, როდესაც ეს ემართება, ამ დროს ძვალი იშლება და ძვალი იშლება უფრო სწრაფად და 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე კბილის გარშემო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად მე აგერ ჩემს 40-იან წლებში ჩავისვი იმპლანტი, იმიტომ რომ სიტყვაზე პაროდონტიტის გამო დავკარგე და ის კბილი 20-25 წელი მემსახურა იმპლანტს დავკარგავ 5 წელში, საშუალოდ 5 წელში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ეს მთელი ფინანსური და მორალური მხარე, რაც დავხარჯე აი ამისთვის, რომ ეკბილი მქონოდა, ფაქტიურად 5 წელში აღარ იქნება და როდის იყო კოვიდი? რამდენი წლის წინ? დაიწყო 6 წლის წინ. ანუ 6 წელი ხო ძალიან ცოტა. აი წარმოიდგინეთ, აი ახლა ხას დავახციეთ თავი ამ ყველაფრისგან. ამიტომ შეიძლება ვიღაცა დღეს ფიქრობს, 5 წელი გამიძლოს და, მაგრამ არა
მე ხო დავსვი კითხვა, რამდენი ხანი გინდა ეს იმპლანტი? ყველა რეალურად ფიქრობს, რომ ნეტად სიცოცხლის ბოლომდე კონდეს ის, რასაც აკეთებს და მაგის იმედითაც აკეთებს და ის 5 წელი ისე მალე გაივლის, რომ მე გული დაწყდება, რომ არ მიხედა და არ გააკეთა. ამიტომ იმპლანტის დაკარგვა არის ყველაზე ცუდი ამბავი, რაც შეიძლება მოყვეს. ხო, სწრაფად დაკარგვა. ძალიან სწრაფად. და კიდევ იქ მე წარმოვიდგენო რაღაც ინფექციური გართულებების რისკი შეიძლება იყოს. ნახეთ, ზოგადად ითვლება, რომ პირისყრუში არსებული ინფექცია ღრძილის და ძვლისანთების სახით, რასაც პაროდონტიც ვეძახით, ხო? ის შეესაბამება მაგალითად ხელის დამწვრობა რომ მქონდეს, მთელი ხელის მძიმე ფორმის დამწვრობა იმ ხელას სისტემურ ანთებას. იმიტომ რომ ეს ანთება ხო მარტო პირისყრუში არ არის, აქ სიზარღვები ხო გვაქვს. შესაბამისად, ეს ინფექცია და ეს ანთებითი მედიატორები ხვდებიან ჩვენ სისხლომარაგებაში და აი ამ მთელი, ასე რომ ვთქვათ, გულსისძახთა სისტემით გადანაწილდება მთელს ორგანიზმში და ყველაზე მარტივი მაგალითი რაც დამტკიცებულია, ხო? ჩვენი ერთ-ერთი პროფესორი ყვება ხოლმე თავის ლექციებში, რომ მაგალითისთვის თუ ადამიანს აქვს გულსისძახთა ქრონიკული დაავადება და ჩვენ უტარებთ პაროდონტოლოგიურ მკურნალობას 45 წუთში მთელი ეს ბაქტერიები და ეს ანთებითი მედიატორები რო ხდება გულსისძახთა სისტემაში, სისტემური ანთება იმდენად იმატებს, რომ ფაქტობრივად მეორე სართულიდან რო ჩამოაგდო ადამიანი და დაზიანდეს და იქ წავიდეს მთელი ეს დაზიანებების გამო ანთებითი პროცესები სხვადასხვა ორგანოში, იმ ხელა გამოდის. კი, ალბათ ბევრი ადამიანი ვინც ახლა გვისმენს, ახსოვს ალბათ ის განცდა თუ ქონია მას ეს მდგომარეობა, რამდენად ზოგადად მძიმედ გრძნობს ადამიანი თავს. იცით თან რა არის საინტერესო მაგ დროს, რომ შეიძლება იმ მომენტში ისე მეტად, ანუ ისეთი სიმძიმით ვერ აღიქვავენ თუ რა პრობლემა აქვს პირისყრუში, მაგრამ როგორც კი მკურნალობას უტარებ და გადადიან ჯანმრთელობაში, მერე მოდიან ხოლმე გაოგნებულები, რომ ვაიმე, აი ახლა მივხვდი თურმე რა მქონია პირისყრუში. დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერია ჩვენი პარტნიორი კომპანია PSP, რომელმაც მოგვაწოდა შვეიცარიული პრემიუმ კლასის ბრენდის Dr. Wild's ემოფლუორის ხაზი. კბილის პასტა, გელი და პირისყრუს სავლები. Dr. Wild-ი გახლავთ ბრენდი, რომელიც პირისყრუს მოვლის პროდუქტებში აერთიანებს მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პროდუქტი მხოლოდ კარგ შედეგს არ გვპირდება, არამედ ვიჩვენებს თუ რა მექანიზმით არის ეს შედეგი მიღწეული და რამდენად უსაფრთხოა ის ყოველდღიური გამოყენებისთვის. ხშირად გგონია, რომ კბილის პასტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ სინამდვილეში ეს მცდარი მოსაზრებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მაგალითად RDA, ანუ აბრაზიულობის მაჩვენებელი, თუ პასტა ზედმეტად აბრაზიულია, დროთა განმავლობაში შეიძლება მინანქარზე არასასურველი გავლენა ჰქონდეს. მინანქარი კი არის ის ნაწილი, რომლის დაცვაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი დაზიანება მარტივად არ აღდგება. Dr. Wild's პროდუქტებში ეს საკითხი ძალიან სერიოზულად არის გათვალისწინებული და ბრენდი ყოველთვის აქცევს ყურადღებას დაბალ და დასაბუთებულ აბრაზიულობას, მაღალ უსაფრთხოების სტანდარტებს და გამჭვირვალობას. პროდუქტებზე მოცემული QR კოდითაც, რომელიც აქ გამოჩნდება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია და ასევე გაიცნოთ Dr. Wild's სრულ ასორტიმენტს PSP-ს ვებგვერდზე. პირველი პროდუქტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, არის Daily Care, ანუ ყოველდღიური გამოყენების კბილის პასტა. აქვე ვიტყვი, რომ ამ პროდუქტის აღმოჩენის დღიდან მე სხვა კბილის პასტა არ გამომიყენებია და არც მომავალში ვაპირებ მის ჩანაცვლებას სხვა პროდუქტით და როგორც გითხარით, ეს გახლავთ ყოველდღიური მოვლის კბილის პასტა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს კბილების მომატებული მგრძნობელობა, მაგალითად ცივზე, ცხელზე ან კბილზე რეაქცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პასტა შეიცავს სტაბილიზებულ კალის ფტორიდს, რაც ძალიან იშვიათი გამონაკლისია ქართულ ბაზარზე. კალის ფტორიდი ეხმარება კბილებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას, ამცირებს მგრძნობელობის შეგრძნებას, იცავს მინანქარს და ანტიბაქტერიული მოქმედებით ტოვებს პირისყრუში სისუფთავისა და სუფთა სუნთქვის შეგრძნებას. ჩემთვის ამ პასტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის არ არის უბრალოდ გამათეთრებელი ან მხოლოდ სუნთქვის გამახალისებელი და გამაჯანსაღებელი პროდუქტი, ეს არის ყოველდღიური მოვლის ნაწილი, რომელიც შექმნილია ისე, რომ კბილები დაიცვას გრძელვადიანად. განსაკუთრებით მაშინ, როცა მგრძნობელობა, მინანქრის დაცვა და კარიერის პრევენცია ერთდროულად არის მნიშვნელოვანი. გამოყენებაც ცხადია, ძალიან მარტივია, რეკომენდებულია დღეში 2 ჯერ, დილით და საღამოს, როგორც ყოველდღიური რუტინის ნაწილი. მეორე პროდუქტი გახლავთ ინტენსიური მოვლის გელი, ანუ უფრო მიზანმიმართული მოვლა მგრძნობიარე კბილებისათვის. თუ პასტა არის ყოველდღიური ბაზა, ეს გელი უკვე არის დამატებითი მხარდაჭერა იმ შემთხვევებისთვის, როცა მგრძნობელობა უფრო გამოხატულია. მაგალითად, როცა კბილი რეაგირებს ცივზე, ცხელზე, ტკბილზე, ან როცა კბილის ფუძის მიდამოში გაქვთ
უსიამოვნო შეგრძნება. გელი შეიცავს კალის ფტორის და ფოსფოქოლამინს. მისი ფორმულა შექმნილია იმგვარად, რომ გრძნობიარე უბანზე კარგად დაფიქსირდეს და მიზანმიმართულად იმოქმედოს. ანუ ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც მთლიანად პირის ღრუში ვიყენებთ ზოგადი ეფექტისთვის. არამედ მისი იდეაა, რომ წავისვათ კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც გრძნობელობა გვაწუხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ გელი ეხმარება კბილის ეროზიისგან დაცვას. ჩვენი კბილები ყოველდღიურად ექვემდებარება მჟავურ გარემოს, საკვებს, სასმელებს, ბაქტერიებს და მიკროდაზიანებებს. ამიტომ ასეთი ინტენსიური მოვლის საშუალება შეიძლება ძალიან კარგი გამოსავალი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მგრძნობელობა ხშირად აწუხებს. გამოიყენება 6 წლიდან და ძირითადად რეკომენდებულია საღამოს დღეში ერთხელ. და მესამე პროდუქტი გახლავთ ყოველდღიური მოვლის პირის ღრუს სავლები. ეს არის კარგი დამატება იმავე ხაზის ყოველდღიური რუტინისთვის. თუ პასტა უზრუნველყოფს ძირითად დაცვას, ხოლო გელი მუშაობს უფრო ინტენსიურად კონკრეტულ მგრძნობიარე ადგილებზე, სავლები ამ ყველაფერს ავსებს და ქმნის უფრო სრულ სისტემას. სავლები განკუთვნილია მომატებული მგრძნობელობის მქონე კბილებისათვის. ის შეიცავს ფტორს, რომელიც ხელს უწყობს მინანქრის რემინერალიზაციას და კარიესის პრევენციას. ასევე აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, რაც პირის ღრუში, სისუფთავისა და სუფთა სუნთქვის შეგრძნებას უწყობს ხელს. გამოყენებაც ძალიან მარტივია, 10 მლ სავლები პირის ღრუში დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, განზავება საჭირო არ არის და გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან. დასასრულს მინდა ვთქვა, რომ დოქტორ ვაილდის ემოფლუორის ხაზი არის ძალიან კარგი ფორმულა იმისა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე პირის ღრუს მოვლა. ორიენტირებული არა მხოლოდ ერთეულ ეფექტზე, არამედ პირის ღრუს სრულყოფილ დაცვაზე, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას და გამჭვირვალე მოქმედების მექანიზმს. მადლობა PSP-ს, რომელმაც მოგვაწოდა ეს პროდუქტები და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეკრანზე მოცემული QR კოდით შეგიძლიათ ნახოთ დოქტორ ვაილდის სრული ასორტიმენტი PSP-ში. კეთილი, ჩვენ შევეხეთ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მინდა დავაზუსტო, რა არის აი იმპლანტის დაინფიცირებული ზედაპირის დეკონტამინაციის, ანუ გასუფთავების გამოწვევები, როდესაც იმპლანტზე გვაქვს საუბარი, ხო? ანუ არის რაიმე მეთოდით შესაძლებელი იმპლანტის ზედაპირის დეკონტამინაცია და გასუფთავება? ნუ ისევ და ისევ. ლოცვის სამარავა. სამწუხაროდ ჯერჯერობით ლოცვას მივმართოთ, აი უფრო ეფექტურია დღევანდელ დღეს. სამწუხაროდ, ანუ არის სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, რომლებიც შეიძლება დაიტანო იმპლანტის ან კბილის ზედაპირს რომლებსაც შეუძლიათ ბიოაპკის დაშლა, მაგრამ კბილის ზედაპირი ასე თუ ისე გლუვი ზედაპირია და ამიტომ მისი ზედაპირიდან დეკონტამინაცია უფრო მარტივად ხდება და იმპლანტის ხაოიან ღარებიან ზედაპირზე ამის დატანა უფრო ნაკლებ ეფექტს იძლევა. მინიმუმ იმიტომ, რომ შენ რძილ ქვეშ და ძვლის ქვეშ ფაქტიურად, ძვლის დონეზე ქვეშ ვერა და ძვლის დონეზე აკეთებ ამას დახურულ სივრცეში არაქირურგიულად და რამდენ ჩაიტანე ეს ნივთიერება და მოხდა იმ ზედაპირს, ეს ერთი პრობლემაა და მეორე, როგორც ვახსენეთ, ხაოები იმდენად ღრმა შეიძლება იყოს, რომ ფიზიკურად მის ყველაზე ღრმა წერტილში ვერ მიაღწიოს. მეორე საკითხი არის, როდესაც ქირურგიულად გაშიშვლება ხდება და შენ ცდილობ, რომ ქირურგიულად მიმართო იმპლანტის დეკონტამინაციას. ეს უფრო ეფექტური მეთოდია და ზოგადად ქირურგიულმა კურნალობამ უფრო მეტი შედეგები აჩვენა, ვიდრე არაქირურგიულმა პერიიმპლანტის შემთხვევაში, თუმცა ისევ და ისევ გააჩნია რა სიმძიმის პერიიმპლანტიტი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, პრობლემა არის ის, რომ შენ თუ დეკონტამინაცია მოახდინე, შენ ხო ქირურგიულად ჩაატარე ანთებითი ქსოვილები გამოიტანე და შესაბამისად შეფუთე ეს იმპლანტი, შეიძლება რაოდენობაში შეგიმცირდეს ეს ქსოვილები და შესაბამისად მე რეცესია გავითარდეს, ანუ გამოჩნდეს იმპლანტის ზედაპირი, რაც უარყოფითი მხარეა. მაშინ რეკონსტრუქციული ქირურგია უნდა ჩაატარო, ანუ ისევ თავიდან ძვალი ან ხძილი შეიტანო და მე აქ კიდე მეორე პრობლემა გვაქვს, როცა დაინფიცირებული ზედაპირი იყო, იქ რეოსტეოინტეგრაცია არ ხდება. ფაქტიურად ისევ ისე აღარ უხორცდება ის ძვალი თუ რაღაცა მაინც აღდგა. ის ღრძილიც უფრო რთულად უხორცდება და ანუ წარმატების ალბათობა ვეროდ უფრო ნაკლებია. არსებობს კიდე რაღაცა აპარატები, რომელსაც ოპერაციის დროს აფიქსირებენ იმპლანტზე და რაღაც გალვანური თუ სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ ზემოქმედებით ხდება დეკონტამინაცია, მაგრამ ისევ და ისევ ეს აპარატი თან ძვირია, თან ყოველთვის ვერ კეთდება მისი გამოყენება არ არის მარტივი და ამიტომ ყოველდღიურ პრაქტიკაში ჯერ ვერ მიიღო ესეთი ფართო გამოყენება, მით უმეტეს საქართველოში, არამც თუ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც კი. ამიტომ ჯერ კიდევ არ ვიცი. კი ბატონო, რეცესია ახსენეთ, რო გავმარტოთ რას ნიშნავს ეს იმპლანტის ირგვლივ გარშემო რეცესია და როგორც ვიცი, როგორც უკვე ახსენეთ, ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, შეიძლება ფუნქციური პრობლემაც იყოს, ხო? აი
აქ რა მიდგომები გვაქვს, როდესაც გვაქვს იმპლანტის გარშემო რეცესია და რეცესიაც რა არის კარგია? ნუ რეცესია თავიდან რა თქმა უნდა კბილებთან მიმართებაში ასე რომ თქვათ შეიქმნა ეს ტერმინი, როდესაც ღრძილის კიდე მინანქარ დუღაბისას გვთან, ანუ ვიზუალურად გვირგვინს, როდესაც დავინახავ და მის ქვეშ გადავა უფრო აპიკალურად, ანუ ნიშნავს რომ ფესვი გამოჩნდება, იმდენად ხდება ღრძილის გადაადგილება და ნუ რეცესიის მკურნალობის მეთოდოლოგია წლები არსებობს, 10 წლეულები უბრალოდ არსებობს და ძალიან წარმატებულადაც, ოღონდ ისევ და ისევ რეცესიის ტიპს გააჩნია. მაგრამ ეხლა უკვე საუბარი არის იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების რეცესიებზე, რომლებიც აქტუალური გახდა და აქ ორი მხარე უნდა გამოვყოთ. ერთი, როდესაც ანთების შედეგად ემართება რეცესია და იმპლანტი დაინფიცირებულია და მეორე, როდესაც ანთება არ არის, მაგრამ რაღაცა ტიპის რეცესია აქვს. ნუ შეიძლება დეჰისენციის სახელით იყოს ცნობილი, ან კიდე დეფექტის სახელით, ნუ ბევრნაირი სახელებს ამბობენ ხოლმე ამ შემთხვევაში. ისევ და ისევ ჩვენ გვაქვს ერთადერთი კლასიფიკაცია, რომელიც ერთეული იმპლანტების შემთხვევაში არსებობს, როდესაც ერთი ცალი იმპლანტს აქვს ეს რეცესია და იწყება არა იმპლანტის ან უბრალოდ სუპრაკონსტრუქციის აბატმენტის გაშიშვლებით, არამედ როდესაც ღრძილის ზენიტებს შორის, ანუ რბილი ქსოვილების ზენიტები არათანაბარ მდგომარეობაშია ერთი და იგივე კბილებს შორის, მაგალითად ცენტრალურ საჭესა და ცენტრალურ საჭეს შორის. ერთი ბუნებრივი კბილის თქვათ აქ არის ზედა ყბაზე ღრძილი, მაგრამ იმპლანტის მიდამოში 1, 2 ან მეტი მილიმეტრით აპიკალურად არის. რომც არ ჩანდეს მეტალის ნაწილი, ეს უკვე რეცესიად ითვლება. თუმცა შემდეგ კიდევ ასევე მნიშვნელობა აქვს, ჩანს თუ არა აბატმენტი, მერე ჩანს თუ არა იმპლანტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბევრნაირი გრადაციები არის და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დვრილები, ანუ კბილთა შორის და იმპლანტთა შორის დვრილები სად მდებარეობს რამდენად უფრო აპიკალურად, ანუ უფრო ასე რომ ვთქვათ მწვერვალისკენ მდებარეობს ვიდრე ჰომოგენური კბილის მიდამოში. ანუ ბევრნაირი მოკეთ მიდგომები არის ამასთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გაუსვა, რომ როდესაც საუბრობთ ჭეშმარიტ რეცესიაზე იმპლანტის გარშემო, აქ საუბარია იმაზე, რომ იმპლანტი არ არის დაინფიცირებული და შეიძლება მისი პოზიცია იყოს არასწორი და დიდი მნიშვნელობა აქვს ამის გარკვევას თუ როგორ მდებარეობს იმპლანტი ყბის ძვალში, როგორ მდებარეობს კბილთა რკალის მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის რეცესიის ტიპები, რომლის მკურნალობაც დღეს არსებობს, შეგვიძლია და ქირურგიულად ამის გამოსწორება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ორთოპედთან კომბინაციაში, იმიტომ რომ ორთოპედიული კონსტრუქციაც ხშირად საჭიროა ხოლმე, რომ შეიცვალოს იმის, რომ საბოლოო ჯამში პაციენტს მივცეთ იდეალური, თითქმის სიმეტრიული გვირგვინი და რბილი ქსოვილები. ეს რა მეთოდი რაღაც კერატინიზებული ხო, ნუ ზოგადად ეხა ეგ ცალკე საკითხი არის. უბრალოდ იქ მინდა დავასრულო, რომ როცა ანთება არის, აქ უფრო რთულად არის ამ ყველაფრის გამოსწორება, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადია და როცა არ არის ანთება, შესაძლებელია. როცა ფრონტალურ მიდამოში არის, ეს ბევრად უფრო შესაძლებელია, როცა საყიჭ მიდამოში არის, უფრო რთულია. რაც ახლა თქვენ ახსენეთ კერატინიზებული ღრძილი, რეალურად აქ მინდა ხაზი გაუსვა რა, რომ კერატინიზებული ღრძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი კბილის მიდამოში და ეს უკვე დამტკიცებულია, მაგრამ იმპლანტის მიდამოში მარტო კერატინიზაციას არ აქვს მნიშვნელობა. არამედ მიმაგრებასაც აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს კობრივი ღრძილი უნდა იყოს უძრავი და ფიქსირებული ძვალზე და ნუ სუპრაკონსტრუქციაზე ჩვენ ვეძახით მაგას აბატმენტ შუალედურ ნაწილს გვირგვინსა და იმპლანტს შორის. ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამასთან დაკავშირებით და უკვე ნაცნობია ის ამბავი, რომ თუ ადამიანს არ აქვს იმპლანტის გარშემო კერატინიზებული და თან მიმაგრებული ღრძილი, ანუ ლორწოვანი, უფრო სწორედ ლორწოვანი არის იმპლანტოლოგიაში, შესაბამისად დიდი ალბათობით ემართება ან რეცესია, ან ემართება პერიიმპლანტიტი. ნუ დავიწყოთ მუკოზიტი და მერე ეს ყველაფერი ძალიან ხშირად გადადის ხოლმე პერიიმპლანტიტში. ამიტომ კერატინიზებული და მიმაგრებული ღრძილის შექმნა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და როდესაც პაციენტები იმპლანტოლოგიურ მკურნალობაზე მიდიან, აუცილებლად იმპლანტოლოგმა ეს ნაწილიც უნდა გაითვალისწინოს და ბევრი იმპლანტოლოგი ამაზე ფიქრობს ხოლმე, რომ ჯერ შექმნან, ან პროცესში შექმნან ეს მიმაგრებული და კერატინიზებული ღრძილი და მხოლოდ მერე მოხდეს იმპლანტის ფიქსაცია, იმიტომ რომ პირველი რაც ხაზი უნდა გაუსვათ, საიდან ხდება ანთების განვითარება, როცა იმპლანტი გვაქვს. ძვლიდან იწყება ეს ანთება? არა, იწყება ლორწოვანიდან. შესაბამისად, თუ ლორწოვანი არ გაქვს საკმარისი სისქის, სიგანის, არ გაქვს საკმარისად კარგად მიმაგრებული, ამის ალბათობა კიდევ უფრო მეტად იზრდება და ამიტომ ეს უნდა შექმნას. კეთილი, აქვე რომ ვისაუბროთ რბილი ქსოვილების ეგრეთ წოდებულ აუგმენტაციაზე, ხო?
ამ რეცესიების რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ამის რისკის თავიდან ასაცილებლად, ანუ დაგეგმარების თუ მკურნალობის რა ეტაპზე არის მიზანშეწონილია ეს რბილი ქსოვილების აუგმენტაცია. მოდი ჯერ ასე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ რბილი ქსოვილების დაძვლისად შენარჩუნება. ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რომ და ისე მოვიდა პაციენტი, რომ იცი რომ კბილი ამოსაღებია, ყველანაირი ტექნიკა უნდა იხმარო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნო ეს ყველაფერი და ეხა არ ჩავშლი, იმიტომ რომ ძალიან ისეთ პროფესიულ დეტალებში ჩავალ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არა აქვს ადამიანს კერატინიზირებული და მიმაგრებული ხრძილი, ყველაზე სწორია, რომ მკურნალობამდე მოხდეს ეს ყველაფერი, ანუ იმპლანტაციამდე უფრო სწორედ ასე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ იმპლანტაციის პერიოდისთვის გქონდეს იმპლანტოლოგს კარგი მკვრივი კერატინიზირებული ხრძილი და ყველა იმპლანტოლოგი დამეთანხმება, რომ ასეთ ხრძილთან ურთიერთობა უფრო მარტივი და უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე როდესაც ლორწოვანის გაკვეთა გიწევს და ეს მოძრავი თხელი რაღაცა რბილი ქსოვილები არა. თუმცა ხანდახან არის ხოლმე სიტუაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია, რადგან ეხლა უკვე სისწრაფეზე არის საუბარი და პაციენტის კომფორტზე, რომ აბა ერთ მომენტიანად ჩავსვათ იმპლანტი და ერთ მომენტიანად გავაკეთოთ აუგმენტაცია, თუ ეს პირობები არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი პაციენტის პირისყოში გაკეთდეს ეს ყველაფერი იმპლანტაციის დროსვე და მოიგო ეს პერიოდი და ისევ და ისევ ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი უკვე მოდის არსებული იმპლანტით და ხედავ რომ არის ამის ნაკლებობა და ხედავ რომ გაქვს საშუალება რომ ეს გავუკეთო. ამიტომ უფრო სწორი და უფრო არასწორი ისევ და ისევ სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და არ არის ესეთი რაღაცა წესი რომ აი აუცილებლად ჯერ იმპლანტაციამდე ან იმპლანტაციის მერე. ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ რომ ჩვენთან კლინიკებში საკმარის ყურადღება არ ეთმობა პაროდონტოლოგიურ სტატუსს, ასე ვთქვათ. რა ვიცით იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აქვთ არანამკურნალები პაროდონტიტი და მათი პირის ღრუში თავსდება იმპლანტები. ანუ და აქვე ნიუანსური კითხვა ხდება თუ არა ტრანსლოკაცია პათოგენების კბილებიდან იმპლანტებზე ასეთ პაციენტებში. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა სამწუხაროდ ჩვენი რეალობისთვის და არა მარტო ჩვენი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ხაზი მინდა გაუსვა, რომ რაღაცა ჩვენ გონია ხოლმე, რომ ევროპა და ამერიკა უფრო კაი ტიპები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ და რაღაცა ჩვენ იქითკენ მივისწრაფით და ის არის ჩვენი ასე რომ ვთქვათ მაგალითი კაი ცხოვრების. ნუ როგორც იცი, 3 წელი ფაქტიურად იტალიაში გავატარე და იქ ვსწავლობდი და ვნახე სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც პაროდონტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა იყო, აქედან 2 წელი პაროდონტოლოგიას ვსწავლობდი და 1 წელი იმპლანტოლოგიას. მოდიოდნენ პაციენტები და ვნახულობდი რა ჯანმრთელობის მდგომარეობით მოდიან და რა პირის ღრუებით და მართლა თავიდან ჩემთვის შოკი იყო, რაღაც მეგონა რომ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდებოდა. იმის თქმა მინდა, რომ პირის ღრუს მოვლას და ამ ინფექციის კონტროლს აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა და სამწუხაროდ არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანები არ არიან ან ინფორმირებულები, ან ადამიანებს არ აქვთ ცნობადობა თუ ანუ ცოდნა იმის შესახებ რა უნდა გააკეთონ წესიერად, ხო? ასევე ან არ აქვთ ფინანსური ან რაღაც ტერიტორიული წვდომა რომ მიიღონ ეს მომსახურება და ან ხდებიან არასწორ ექიმებთან და ეს ყველაფერი სავალალოდ თავდება. მოკლედ, საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანს პირის ღრუში აქვს ინფექცია, ეს ინფექცია ტრიალებს პირის ღრუში. კბილიდან, ლოყაზე, ლოყიდან, ენაზე, ენიდან ახალ კბილზე, რომელიც იმპლანტზე აქვს და შემდეგ და შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, ამის გავრცელება პირის ღრუში მარტივად ხდება. შესაბამისად, პაციენტი პირველ რიგში უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მოუაროს პირის ღრუს და ის თუ თავის საკუთარ კბილებს არ უვლის, რა გარანტია გვაქვს, რომ კარგად მოუვლის იმპლანტებს. კი, კვლევები აჩვენებენ იმას, რომ პაციენტები უფრო მეტად უვლიან პირის ღრუს, ვისაც იმპლანტები აქვთ, ვიდრე ვისაც არ აქვთ. იმიტომ რომ ნორმალურ კლინიკებში ხდება მათი უფრო მეტად ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ რეალობაში ეს ცოტა რთულად არის რა. ასევე ხაზი მინდა გაუსვა, რომ კვლევები რა თქმა უნდა ტარდება მაგასთან დაკავშირებით, რამდენად სხვანაირი არის გავრცელება პერიიმპლანტიტის ჯანმრთელი პირის ღრუს შემთხვევაში, ან პაროდონტიტიან პაციენტებში და დაჟე ეს პაციენტები დაყვეს ორ ნაწილად, პაციენტები, რომლებსაც არ ჩატარებიათ მკურნალობა, ან ჩაუტარდათ და აქვთ ნარჩენი ჯიბეები, ან კიდე ჩაუტარდათ და აღარ აქვთ პაროდონტიტი და იმ პირის ღრუში ხდება იმპლანტების განთავსება. ნუ საშუალოდ რომ ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე,
რა თქმა უნდა, უმეტესობა ექიმის ნახულობს ლიტერატურას და ესმის ის სტატისტიკა, რომ 95%-ში იმპლანტაცია არის ეფექტური, გადარჩენა ხდება ამ იმპლანტების და მუშაობს. მაგრამ მოდით დავყოთ ეს პაციენტები რა 95%-ზეა ხო საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ წარმატება. ხო, იმიტომ რომ ჩვენ თუ ავიღებთ და დავყობთ ჯამრთელს პაროდონტიტიანთან შედარებით, ეს 95 ჩამოქანდება 80%-ში და თუ არა აქვს ნამკურნალები, ის უფრო ქვემოთ არის. იმის წარმატება იქნება 74%. იმის პირისგულში იმპლანტის წარმატება და გამომდინარე აქედან არც ესეთი წარმატებული არ არის იმპლანტაცია თუ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გინდა პაროდონტიტი იყოს და გინდა პერიიმპლანტიტი იყოს, რისი გვეშინია დაკარგვის კბილის ან იმპლანტის. და ნახეთ როგორი სტატისტიკა არის. ესე იგი, აღმოჩნდა რომ თუ მაგალითად პაციენტს პერიიმპლანტიტი ემართება და ამის გამო კარგავს კბილებს, ერთიდან, ანუ უпростоრად ესე ვიტყვი უпростоრად, 13 ადამიანიდან ერთ ადამიანში იმპლანტი იკარგება. ეხლა გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ერთი იმპლანტი ჩასმული და ვიღაცას 10 ან უფრო მეტი, მაგრამ ესეთი საშუალო სტატისტიკა რომ 13 ადამიანიდან ვისაც ჩაუტარდა იმპლანტაცია, ერთ ადამიანს მაინც მინიმუმ ერთი იმპლანტი ეკარგება. და ეს ხო ძალიან ბევრია რომ დაფიქრდე. ანუ ეს არ არის 100-ში ან 1000-ში ერთი და 100-ში ერთი რო იყოს, ეგეც ძალიან ბევრია, მაგრამ 13-დან ერთში. შესაბამისად, მეორე სტატისტიკა არსებობს, რომ 25 იმპლანტიდან რაც არის ჩასმული, აქედან ერთი იმპლანტი იკარგება. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წარმატების, ჩვენი იმპლანტების გადარჩენის ალბათობა კლებულობს დიაგნოზთან ერთად. ასევე იყო, როგორც გითხარით, კვლევა შედარებული ნამკურნალ პაციენტსა და ანუ იმ პაციენტს, რომელსაც დარჩა ჯიბე, მაგრამ იმკურნალ, მაგრამ მაინც აქვს პაროდონტიტი და პაციენტს, რომელსაც არ აქვს პაროდონტიტი და ვისაც დარჩა ჯიბე, იმას მაინც მაღალი აქვს პერიიმპლანტის განვითარების ალბათობა. გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი არის წინასწარ მოსაგვარებელი და ზუსტად 2023 წლის გაიდლაინში ეგეწერა, რომ ჯერ პაციენტი გადაიყვანეთ ჯანმრთელობაში, ასწავლეთ პირისგულს ჰიგიენა და мотиваცია გაუკეთეთ, მხოლოდ მერე ჩაუსვიეს იმპლანტი, ხო? ვინ გაჩქარებს? კი, და როდესაც ჩასმაზე მიიღება გადაწყვეტილება იმპლანტის ჩასმაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ აღწერეთ რა პრობლემები არის ხო ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან როგორც ზანეთ ხო ეს წარმატებულობა ხო დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე როგორ კოლაბორაციაშია და როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ქირურგია, ორთოპედია და პაროდონტოლოგია. იდეალურ შემთხვევაში ეს კოლაბორაცია როგორ უნდა მუშაობდეს? თუნდაც ქრონოლოგიურად, ეს ყველაზე კარგი შეთამაშება და კომბინაცია როგორ გამოიყურება? ეგ შეგვიძლია რაღაცა ორი მხრივ გავიხილოთ ეგ საკითხი რა, ერთი ადამიანური რესურსის მხრივ, რაც ყველაზე მარტივად შეიძლება ეხა აღიქვას, როცა ერთი ადამიანია, ეგ სამივე ვერავის სხვას ვერ დააბრალებს და შესაბამისად ფიქრობს იმაზე, რომ ყველა კომპონენტი გააკეთოს იდეალურად და არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და შესაბამისად მაქსიმალურად ცდილობს, რომ სწორად იყოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაბამისი ცოდნა აქვს. მაგრამ მაგალითად ჩვენს კლინიკაში სამი სხვადასხვა ადამიანი შეიძლება იყოს, ხო, იმიტომ რომ ორთოპედია სხვა აკეთებს, პაროდონტოლოგი ვთქვათ მე ვარ და იმპლანტოლოგი კიდე შეიძლება სხვა იყოს. შესაბამისად, ჩვენი მკურნალობა უნდა დაგეგმარდეს შემდეგნაირად. კაი, პაციენტი შევარჩიეთ მზად არის ყველანაირად პირისგულს ჯანმრთელობით და განათლებით. შემდეგი საკითხი დგას თუ სად უნდა იყოს ორთოპედიული კონსტრუქცია. როდესაც ვნახულობთ სად უნდა იყოს ორთოპედიული კონსტრუქცია, იქ ვნახულობთ არის თუ არა საკმარისი ძვალი, საჭირო არის თუ არა ძვლის დამატება და ასევე საჭირო თუ არა რბილქვსეულების აუგმენტაცია. იდეალურ შემთხვევაში ერთი ექიმია, რომელიც რბილქვსეულებსა და ძვლის აუგმენტაციასაც აკეთებს, მაგრამ თუ სხვადასხვა ექიმია, იმიტომ რომ იმას სხვადასხვა კომპეტენცია აქვს, ხო? შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს, როდის ჩატარდეს რბილქვსეულების აუგმენტაცია, როდის ძვლის აუგმენტაცია, როდის იმპლანტაცია ერთ მომენტში ხდება თუ სხვადასხვა ეტაპზე ხდება და ყველაფერი ეს უნდა იყოს მორგებული რას? გვირგვინს, სად უნდა იყოს გვირგვინი. და როდესაც ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი და ყველა მიცის რა დროს რას აკეთებს, მაშინ არის ყველაზე დიდი ალბათობა, რომ წარმატება მოხდეს. მაგრამ თუ პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ როცა ადამიანს უნდა გვირგვინი, კბილი უნდა ანუ იმპლანტი ხო არავის არ უნდა ორგანიზმში, ყველას უნდა კბილი. შესაბამისად, ის ორთოპედთან კი არ მიდის, უმეტეს შემთხვევაში იცის, რომ კბილი რო არ აქვს, რაზე გაიკეთოს, უნდა წავიდეს იმპლანტოლოგთან და შედის იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე. კაი ვარიანტი იმპლანტოლოგი ეძახის ორთოპედს, რომ მოდი აბა შეხედე აქ, ოკეი? მაგრამ რეალურ პრაქტიკაში იმპლანტოლოგი ნახულობს ზვალი არის თუ არა, კი გაქვს, კი ჩაგისვავს, ჩასვავს
და მერე მიდის უკვე როცა გაიხსნება იმპლანტი ორთოპედთან და მერე ორთოპედი დგას და ფიქრობს ეხლა რა უნდა უქნა, ხო? ეს ვამბობ თუ არასწორად იყო დაგეგმარებული. თორე თუ სწორად არის დაგეგმარებული და ყველაფერი ეს არის გათვლილი, ორთოპედიც ბედნიერია, ბედნიერად აკეთებს თავის სამუშაოს, ორთოპედთან ერთად ვინ არის ბედნიერი? ტექნიკოსი, იმიტომ რომ ისიც სწორად აკეთებს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მოგებულია ვინ პაციენტი. ნამდვილად. და თავისთავად ანუ ეს ორთოპედიული კონსტრუქციებიც ხო შეიძლება იყოს პერიმპლანტატის გამომწვევი მიზეზი და ხშირად მერე პაციენტი ისე შეიძლება არასწორად იშვერდეს ხოლმე ესეც ხდება ალბათ ხშირად ხო? ეს საკითხია ნამდვილად და სუკლევს ვახსენებ, იმიტომ რომ ეხა მედიცინა სხვა არაფერი არ არის და ჩვენ არ უნდა რაღაც ვიმარჩიელოთ პაციენტის პირისპირში სუბიექტურ აზრად არ უნდა გავასწავლოთ. უნდა იყოს ობიექტური და ამასთან დაკავშირებით არის ბევრი სხვადასხვა კვლევა. რამოდენიმე ვარიანტს ვიტყვი, რა არის ორთოპედიაში გასათვალისწინებელი. პირველი, არსებობს დაცემენტებული გვირგვინები და ხიდები თქვა და არსებობს ჭანჭიკებზე დაფიქსირებული. კვლევებმა ანახა, რომ დაცემენტებული არის ბევრად უფრო საშიში, იმიტომ რომ შეიძლება ცემენტი დარჩეს იმ ლორწოვანის ქვეშ, სადაც დაფიქსირდა, ორთოპედმა სრულფასოვნად ვერ მოაცილოს და გავითარდეს პერიმპლანტიტი. ასევე იმასაც ამბობენ, რომ 75%-ში თუ შენ ამ ცემენტს მოაცილებ, ეს პერიმპლანტი ალაგდება და მხოლოდ დანარჩენ შემთხვევაში ვერ გააჩერებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათობა უფრო დიდია, ამიტომ ჭანჭიკზე დაფიქსირებული დღეს უკვე ფაქტიურად ოქროს სტანდარტად იქცა. თუმცა ჭანჭიკზე ვერ დააფიქსირებ, თუ იმპლანტი სწორ პოზიციაში არ არის, იმიტომ რომ ჭანჭიკის გამოსვლის ადგილი ბჟენით იფარება ხოლმე, ეს ხრელია და ესთეტიური დეფექტია და შესაბამისად უნდა იყოს ან ორალურად, ან ისეთ ზედაპირზე, რომელიც არ გამოჩნდება, ხო? თქვათ გამოვიდა ან ჭანჭიკზე ან ცემენტზე დაფიქსირებული, ხა არა პრინციპში ამას მნიშვნელობა. შემდეგი საკითხი არის აბატმენტი, შუალედური ნაწილი, რომელიც მდებარეობს გვირგვინსა და იმპლანტს შორის. ამ აბატმენტის სიმაღლესაც აქვს დიდი მნიშვნელობა და კვლევებმა ანახა, რომ აუცილებლად ეს სიმაღლეს და აბატმენტი გულისხმობს ნაწილს, სადაც უნდა მოხდეს რბილი-ქსოვილების მიმაგრება. ეს ნაწილი, ანუ რბილი-ქსოვილების მიმაგრება უნდა იყოს 3.5-დან 4 მმ-მდე. თუ ეს ნაწილი არის უფრო პატარა, მაშინ პერიმპლანტის გავითარების ალბათობა უკვე იზრდება. შესაბამისად, ეგ იმპლანტაციის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, რამდენად ღრმად უნდა ჩაისვას ძვალში იმპლანტი, ან მოხდეს თუ არა რბილი-ქსოვილების აუგმენტაცია. და ხა ეს უკვე ტექნიკური საკითხი არის, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს კონკრეტულ შემთხვევაში რის საშუალება აქვს. შემდეგი საკითხი კიდევ არის ამოჭრის პროფილს ვეძახით, ანუ იმპლანტიდან გვირგვინამდე როგორი ფორმის აბატმენტია. და ადრე ამას არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მერე კვლევებმა ანახა, რომ თუ გამობურცულია ეს, მაშინ ალბათობა იმისა, რომ პერიმპლანტიტი იქონდეს ძალიან მაღალია, მაგრამ თუ შეზნექილია, მაშინ მცირდება ამის ალბათობა. შესაბამისად, აი ამ აბატმენტის და გვირგვინის გადასვლის ნაწილს იმპლანტიდან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ ტექნიკურად როგორც დაამზადებენ და რა თქმა უნდა ამის საშუალება პირისგოში უნდა იყოს. ასე რომ ეს რაც ვთქვათ იმპლანტიდან გვირგვინამდეა. ეხლა შემდეგი საკითხი თვითონ გვირგვინი. უკვე როდესაც ზემოდან დგება გვირგვინი. გვირგვინი აუცილებლად უნდა იყოს წმენდადი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს ძალიან განიერი და ასევე უნდა იყოს ზონდირების საშუალება და წმენდის არა მარტო პაციენტის, არამედ კლინიკაში. იმიტომ რომ რა იგულისხმება? აი მაგალითად რო წარმოვიდოთ სოკო. ხო. ხო, აი წარმოვიდეთ, რომ გვირგვინი იყოს სოკოს ეს განიერი ნაწილი და ყუნწი იყოს აბატმენტი. დანარჩენი ეს სივრცე იყოს გრძილით დაფარული. შენ ვერაზოს ვერ გაიხეხავ ისე, რომ აი იმ ყუნწამდე მიხვიდე, იმ ფეხამდე მიხვიდე, ხვდებით? ამიტომ ისეთი გამობურცული ზედაპირი, ან ისეთი დიზაინი არ უნდა გქონდეს, რომ ვერ ახერხებთ ეს პაციენტის სახლში გასუფთავებას იმ ყველაზე ვიწრო ნაწილის, ან კლინიკაში როდესაც მოდის. და ბევრი შემთხვევებია ესეთი, როდესაც ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ამიტომ აი ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ისევ და ისევ. აქ როგორც ახსენეთ, ვინვის დააბრალებს თემაში არის, თუ ცუდად არის რაღაცა გაკეთებული, თუ არის ის ასე რომ ვთქვათ, იმპლანტოლოგმა როგორ ჩასვას, რომ ორთოპედს მიცეს ამის საშუალება. ორთოპედი უკვე გაჭირვებაშია, მაგრამ შეიძლება იმპლანტოლოგმა კარგად ჩასვას, მაგრამ ვთქვათ, ორთოპედმა ვერ გააკეთოს რაღაც სამუშაო თავის ტექნიკთან ერთად. ამიტომ გაკეთებასავით არის რა. აი, ზუსტად რა კაი შედარება. ან მანქანას რო ვაკეთებ ხოლმე. ნამდვილად და ყველა მუშა რო ერთმანეთს აბრალებს. ხო, ეგ ვარიანტიც არის ხოლმე, მაგრამ როდესაც პროფესიონალი თავის მოწოდების სიმაღლეზეა, ის ყოველთვის ისე აკეთებს, რომ ან არ მოხდეს შეცდომა, მაგრამ შეცდომა ყოველს მოძის, ვინც არ მუშაობს და ცდება ხო იცით, მაგრამ იცის მერე ხდება რაშია პრობლემა და იცის როგორ გამოასწოროს. კი და თავარი ალბათ გამოსავალი ის არის, რომ ეს
კონკრეტულმა სპეციალობის მქონე ექიმმა ჩართოს თავის დროს იმ სპეციალობის ექიმიც ამ თანადაგებრივ პრობლემის გამოსწორებაში. რომ მე ეს აღარ წავიდეს, ხო? და ეს პაციენტებსაც რო უთხრათ, ანუ რამდენი ნიუანსია ხალხო, ანუ ეს ძალიან ბევრი ნიუანსია, ანუ ეს თქვენს ამ კაბინეტში ეს უნდა გაითვალისწინოთ, მოკლედ და ამ ადამიანების შრომა და ეხლა რო წარმოვიდგინე რომ რამდენმა ზოგადი ტერმინი რო გამოვიყენო სტომატოლოგმა იცის ეს ყველაფერი არ ვიცი აღარ მინდა ხო უბრალოდ იცით რაზე მინდა ხაზი გაუსვა რომ შეუცდომელი არავინ არ ვართ და მეც მაქვს რა თქმა უნდა ჩემს პრაქტიკაში შეცდომები და გართულებები და ვცდილობ რომ ის დავამენეჯმენტო უბრალოდ საკითხი დგას შემდეგნაირად რომ პირველი ჩვენს ქვეყანაში რა პრობლემაც არის ეს არის განათლების პრობლემა ანუ ექიმს ფიზიკურად არ დაესიზმრება ის ნიუანსები, რაც ყოველ წუთას გამოდის, მტკიცდება, პუბლიკაცია ხდება, მე კონფერენციებზე ამის განხილვა ხდება და ასე შემდეგ. ბაზისური განათლება უნდა კონდეს ექიმს და როცა საუბარია ისეთ რთულ მიმართულებაზე, ეს არ არის მარტივი იმპლანტაცია და სხვა შორის პაროდონტოლოგიაში ხა რამდენი წელია 2000 რა ვიცი 9-10 წლიდან მარტო პაროდონტოლოგიას ვაკეთებ მეტი არაფერი არ გამიკეთებია. შესაბამისად მეუბნებოდნენ რომ აი იმპლანტებს რატო არ სწავლობ, ხო? აი რატო არ სწავლობ და მე არ მინდა იმ გზის გავლა თქოს იმას ვამბობდი რომ მე პაციენტზე ვისწავლო და შემდეგ ჩემი წვალებით ვიჯდე ვიკითხო და მე ყველაფერი ვტესტო, იმიტომ რომ მე მინდა რომ თავიდანვე ვისწავლო თქო და აი საპიენციაში მომენტსა მაგის საშუალება რომ ერთი წელი მხოლოდ იმპლანტოლოგიას ვსწავლობდით თავისი ქირურგიული თუ ორთოპედიული ნაწილი და იყო ძალიან საინტერესო და ნუ დღემდე ვსწავლობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პროცესი არ მთავრდება და ალბათ ნებისმიერი ექიმი და მეთანხმება როგორც კი შეწყვეტს თვითგანვითარებას მისი პროფესიონალიზმი მაშინვე წყდება. ხო, ამიტომ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ექიმებს მისცეს კარგი განათლება და იმპლანტოლოგი ვერ იქნება ვერასდროს კარგი იმპლანტოლოგი, თუ მას პაროდონტოლოგიური რაღაც განათლება მაინც არ აქვს. როგორც ეხლა მაგალითად ითხოვენ, რომ იმპლანტოლოგი უნდა იყოს ორთოპედის სერტიფიკატითაც, იმიტომ რომ თუ ორთოპედი არ იცის იმპლანტს ვერ ჩასწავს, ეგეთი ის არის ჩვენთან წესი და ამიტომ ეს განათლება უნდა იყოს და ეს განათლება ვერ იქნება ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ნუ ეს რაღაც ცოტა უფრო გრძელი პროცესია. აი სახელმწიფოს რა თქმა უნდა ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აი პაციენტები იმიტომ ვახსენე რომ ჩემი აზრით კარგი იქნება ვიცი ეხა ექიმებს ძალიან ეწყინებათ რასაც ვიტყვი რომ პაციენტები ძალიან აწუხებენ და ბევრ კითხვას სვავენ და აღარ შეულიათ მაგრამ ეს არის ძალიან ხო არასწორი კითხვის მოსმენა რთულია მაგრამ მომზადებული პაციენტი ჩემი აზრით ძალიან გამოადგება ზოგადად ნებისმიერ სფეროს, მათ შორის ამ სფეროს, სადაც ამდენი ბევრი ფულის გადახდაც კი გიწევთ ხოლმე ადამიანებო, ხო. ამიტომ აი ეს კითხვები, ნიუანსური კითხვები ჩემი აზრით მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ექიმმა თვითგანვითარებაზე იზრუნოს, როცა პაციენტი მომზადებულია, მე ექიმს უთჩდება კომპლექსი და განცდა ბოლო-ბოლო აქედან გამომდინარე მაინც რომ თვითონაც საფეხურით გაიზარდოს, წაიწიოს წინ და ასე თქვა უფრო მომზადებული დახდეს შემდეგ პაციენტი. ხო, ნუ ბოლო-ბოლო. ხო, ნუ ეხლა მე არ მინდა მას როგორც კონკურენციას ისე შევხედო ამ საექიმო საქმიანობას. ხო. რაც გძრდის. ჯანსაღ დიალოგში ვარ, ჯანსაღი კონკურენცია. კეთილი. თქვენ გაწმენდა ახსენეთ აი ეს მაგალითი რომ მოკავდათ და აქ მინდა ეს ასეთ ცოტა გავცდეთ ამ საკითხს და გადავიდეთ ამ რაღაცა შედარებით ახალ რეკომენდაციებზე პირისღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით, სადაც პაროდონტოლოგები თითქოს ცვლიან თუ არ ვიცი, აი ამ შეკითხვის დასმა მინდა ზუსტად რეკომენდაციებს, აი კბილდაშორისი ანუ ინტერდენტალური ჯაგრულების გამოყენების შესახებ. ანუ დღეს როგორი არის სწორი მიდგომა და სწორი რეკომენდაცია. საინტერესო თემა შეეხეთ, ხა რაღაც ისეთი გადახტომო გამოგვივიდა და საინტერესოა. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა, რომ მოსახლეობის უმეტესობა კბილდაშორის სივრცეებს არ იწმიდავს. კბილი იქნება თუ იმპლანტი იქნება. და სულ ვეუბნები ხოლმე პაციენტებს ესეთ რამეს, ხა დღესაც რომ ყავდა პაციენტი, ვუხსნიდი რომ ჩვენ როდესაც სახეს ვიბანთ, პირს ვიბანთ, ხო ვიბანთ ან ერთ მხარეს, ან მეორეს, ან მარტო წინ და გვერდებს არა, ანუ მთლიანად ვიბანთ. და კბილი რო წარმოვიდგინოთ 360 გრადუსით არის კბილის სტრუქტურა, რომელსაც ააკრავს ღრძილი და კიდე ზემოდან ოკლუზიური, ანუ შემხები ზედაპირი. შესაბამისად, მე თუ ჯაგრისით ვიხეხავ, ამ 5 ზედაპირიდან მარტო 3-ს ვიხეხავ და 2 მრჩება გამოუსუფთავებელი. და ყოველთვის ვსვავ კითხვას, სად ვითარდება ყველაზე ხშირად კარიესი? კბილებს შორის. ხო, პასუხი არის კბილებს შორის. სად ვითარდება ღრძილის ანთება ყველაზე ხშირად? სად? კბილებს შორის.
რატო? იმიტომ რომ იქ არ იწმინდავს ადამიანი და როგორც ჩვენ დასაწყისში ვთქვით, ბიოაპკი, ანუ ინფექცია გროვდება და შესაბამისად, სადაც ყველაზე მეტი დაგროვდება და ყველაზე დიდხანს იქნება, იქან ვითარდება რა ეს დაავადებები, რის მიმართაც ადამიანს აქვს წინასწარ განწყობა. ამიტომ კულთაშორისი წმენდა ეს არის როგორც აი ჩვეულებრივი ჯაგრისის გამოყენება და აუცილებელი. უბრალოდ ძალიან დიდი ის იყო, დილემა იყო, ძაფი თუ კულთაშორისი ჯაგრულა. იმიტომ რომ წლების განმავლობაში და 10 წლების განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ ძაფი უნდა ყოფილიყო, ანუ ფლოსინგი იყო მთავარი კულთაშორისი წმენდის. თუმცა წინა 10 წლეულში დაახლოებით 2012-15 წლის პერიოდში კვლევებმა ანახა, რომ თუნდაც ფლოსინგიც კი ვერ ახერხებს კარიესის პრევენციას. და მერე უკვე პაროდონტიტიან პაციენტებზე მინდა ხაზი გაუსვა, იმათ ვისაც სივრცეები დიდი აქვთ და შესაბამისად ფლოსით იმის გასუფთავება უფრო რთული არის. აღმოჩნდა, რომ საერთოდ ვერ ახერხებს გრძილი სანთების პრევენციას. და უკვე დადგა საკითხი, რაღაც სხვა საშუალებები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, იყო კულთაშორისი ჯაგრულები, მერე კვლევებმა ანახა, რომ უფრო ეფექტური იყო ჯაგრულა ვიდრე ფლოსი, იმ სივრცეებში, სადაც ის რა თქმა უნდა შედის და საბოლოო ჯამში 2015 წელს დადგინდა და ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციამ თქვა, რომ ეს არის პირველი არჩევანი. სადაც ჯაგრულა შედის. შეიძლება სადღაც შედიოდეს და სადღაც არ შედიოდეს. ხო 32 კვილი გვაქვს და თავისთავად არის მაგის ალბათობა. ის ესე თქვა წყლის ჭავლზე მომუშავე აპარატების ირიგატორი. ხო, ირიგატორებზე. ისე და ისე მისი ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის. არა გვაქვს. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, სად არის ის რეკომენდირებული რისთვის შეიქმნა. ის შეიქმნა იმ სივრცეებისთვის, სადაც ჯაგრულა არ გადის, სადაც ვიწრო სივრცეა და სადაც ძაფის გამოყენებაც კი გიჭირს. ამიტომ ესე რომ ეხა ირიგატორი გამოვიდა ძვირია და კაია და მოდი ყოველს დაუნიშნოთ, ეს არასწორია და ძალიან ბევრი პაციენტი მხვდება, ვისაც ურჩიეს და იყიდა და იწუწება და არის მოკლედ მთელ ამბავში და არასწორად იყენებს და ეფექტურობა არა აქვს. ასე რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და რა თქმა უნდა ექიმმა უნდა შეურჩიოს. კეთილი. ხაზ გაუსვავ კიდე, რადგან იმპლანტებთან დაკავშირებით თუ საუბრობდით, აქედან წამოვიდა თემა, რომ თუნდაც ის გვირგვინი, რომელიც გაკეთდა, ის უნდა იძლეოდეს კულთაშორისი ჯაგრულის გამოყენების საშუალებას. და ეხლა ცოტა რთულია პაციენტისთვის ალბათ რომ გაიგოს, მაგრამ ძირითადად არის კულთაშორის სივრცე აღიქმება ხოლმე მაგ შემთხვევაში, როგორც კონტაქტის, ანუ გვირგვინების კონტაქტის ქვედა სივრცე. არადა თუ მოლარია, ანუ დიდი კბილია, შეიძლება იმპლანტი იყოს ცენტრში და 2-3 მილიმეტრი იყოს კონტაქტამდე და კონტაქტს კი იწმინდავდეს, მაგრამ ჯაგრულას საერთოდ არ ხვდებოდეს, სადაც აბატმენტი არის, სადაც გადადის იმ სუპრაკონსტრუქციაში, რომელიც იმპლანტს ახვედრებს და იწმინდავდეს იქ და არ იწმინდავდეს იმას, რაც საჭიროა. ესე იგი, ამდენი ახალი ინფორმაცია მე არც ერთ სხვა ეპიზოდში არ გამიგია და მოკლედ მიხარია. არ ვიცი თქვენ რიგები როგორ გაქვთ, მაგრამ ნუ გავყვიოთ მე. ოფ კამერა. კარგი, ბოლოსკენ რო გავიდეთ, ცოტა ესეთი რანდომული თემებიდან მინდა რომ დავსვა კითხვები და პირველ რიგში მინდა რომ კიდე ერთხელ ხაზი გაუსვათ, აი სად აქვს ანტიბიოტიკებს როლი სტომატოლოგიაში და სად არა აქვს. პირველ რიგში ბიოაპკის შემთხვევაში უკვე ვახსენეთ, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა რომ ხაზგასმით ვახსენოთ ეს რომ ბიოაპკს ანტიბიოტიკები დაასრულეთ ვერშველის, ხო? ვერშველის და ხო. და ნუ არის პირისღრუს დაავადებები, სადაც ანტიბიოტიკები გამოიყენება, მაგრამ ბიოაპკი არ არის მათ შორის. ანუ ხაზი მინდა ეხა გაუსვა, რომ რა თქმა უნდა მთელ სტომატოლოგიაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ სტომატოლოგია როგორც ვთქვით, ბევრ განხრებს მოიცავს და როგორც პაროდონტოლოგი შემიძლია გითხრათ, რომ პაროდონტიტი არ არის ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენება. თავისთავად გინგივიტიც, რომელიც მხოლოდ გრძელი სანთება, ის ხო საერთოდ არ არის და არ არის. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ დაინიშნოს. მხოლოდ რამოდენიმე ჩვენება არის, მდგომარეობა, როცა შეგვიძლია რომ დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, როგორც დამხმარე საშუალება, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი არის მექანიკური საშუალებები, რასაც ჩვენ კლინიკაში და პაციენტის სახლში იყენებს, რაც ძირითადია. მოკლედ, მაგალითისთვის, თუ არის ახალგაზრდა პაციენტი, ვისაც აქვს მძიმე ფორმის პაროდონტიტი, რასაც ადრე
იუვენილურ, პუბერტატულ, მერე აგრესიულ პაროდონტიტს ეძახდნენ და როგორც ვთქვით, ახლა სტადიები და ხარისხები რო შემუშავდა, უკვე იქ სიხარისხს ვეძახით ესეთ პაციენტებს. ნუ მაგალითისთვის რომ მოვიდეს პაციენტი, რომელიც არის 25 წლის, აქვს, რა ვიცი მე, 5-10 კბილზე პაროდონტიტი, აქედან არის 10-15 მმ-იანი ჯიბეები, ჩირკდენები და ამ შემდეგ და ნუ ფესვის უმეტესი ნაწილი არის რაღაც კბილებზე დარეზორბირებული ძვლის, ხო? ასეთ შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნას ანტიბიოტიკოთერაპია, როგორც დამხმარე, ანუ შენ თუ პაციენტს სწორად არ ასწავლი კბილების გამოხეხვა და სწორი მეთოდები და საშუალებები არ შეურჩიე და შენ თუ სწორად არ ჩაატარე ღრძილზე და ღრძილქვეშა ინსტრუმენტირება, მაშინ იმ ანტიბიოტიკის დანიშვნა საზრი არ აქვს. ამიტომ ეს პირველი ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად გაკეთებული. ასევე მნიშვნელოვანია მაგალითად ქირურგიული რაღაცა манипуляციების დროს, რომლებიც ფაქტობრივად პრევენციას გიკეთებენ იმისა, რომ ინფექციის გენერალიზაცია არ მოხდეს გუსის ძაღლთა და სხვა სისტემებში. ასევე მაგალითად აბსცესები არის ესეთი მდგომარეობა, ნეკროზული დაავადებები. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი პრობლემაა ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ლიმფადენიტი, ანუ ლიმფური ჯირკვლების გადიდება მოყვება, ტკივილის სახის ასიმეტრია, ისეთი შეშვება მოყვება და ამ შემდეგ და აი ზუსტად როცა სისტემური რაღაცეები ემატება, ამ შემთხვევაში გვჭირდება ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვა, იმიტომ რომ ეს იგი ინფექციის გენერალიზაციაზე მიუთითებს. ასე რომ აი რაღაც აი ესეთი კონკრეტული შემთხვევებია, როცა ვნიშნავთ და ნუ ხა ეს სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ შეიძლება კვირა ისე გავიდეს, რომ ანტიბიოტიკი არ დავნიშნო. ხო. და თუნდაც რაღაც ოპერაციებია, რომლითაც არ ინიშნება, მაგალითად რეცესიების დახურვის დროს, უმეტეს შემთხვევაში არ ინიშნება, არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჯამრთელ ქსოვილებზე აკეთებ და არა ინფიცირებულზე და მხოლოდ სავლებით გამოდიხარ და იცი რომ მისი ორგანიზმი ამას ყველაფერს დაძლევს. კეთილი. შემდეგი შეკითხვა ხა არც დავიბრალებ, პირდაპირ ჩვენი საერთო მეგობარი ზურა ალხანიშვილი მომეხმარა ზოგადად ამ კითხვას შედგება. ეს კითხვა მოვიკითხოთ ზურა აქედან. აი ზურა. ხო ეს იმდენად ჩინური იყო ჩემთვის რომ ამას პირდაპირ წავიკითხა უბრალოდ ამ შეკითხვას აი ესე ძალიან არაბუნებრივი იქნება ამ შეკითხვის ჩემგან დასმა ესე რაღაცა თითქოს ვიცი რაიმე ამის შესახებ თავისუფალი ღრძილის ტრანსპლანტანტი შემაერთებელ ქსოვილოვანი ტრანსპლანტანტის წინააღმდეგ როგორ ირჩევთ ტაქტიკას როდესაც მიზანი იმპლანტის ირგვლივ ქსოვილის ფენოტიპის გასქელებაა ხო და ეხლა წარმოვიდი როგორ უნდა ახსნა ეხლა მე აუხსნა პაციენტს ეს გასაგებ ენაზე ძალიან რთული არის როცა არაპროფესიონალს ამაზე უყვები მაგრამ შევეცდები პირველ რიგში როდესაც ჩვენ ღრძილის გასქელება გვინდა უნდა განსაზღვროთ გვინდა მისი გასქელება შიგნიდან, იმიტომ რომ გარედან მოგწონს როგორია, ანუ კერატინიზირებული და მიმაგრებული ღრძილია, მაგრამ უბრალოდ სისქე გვაკლია, რაც იმპლანტების შემთხვევაში ძალიან ხშირად არის ხოლმე, თუ არ გვაქვს ეს კერატინიზირებული და მიმაგრებული ღრძილი, რომელიც სტრუქტურულად აბსოლუტურად განსხვავდება და შესაბამისად იმის შექმნა გვინდა. ასევე ეს საკითხი უნდა დაიყოს ესთეტიურ ზონაში ვაკეთებ ამას თუ არა ესთეტიურ ზონაში. იმიტომ რომ ძირითადი წყარო ამ ტრანსპლანტაციის არის სასა ან კბილების უკან რეტრომოლარულ მიდამოს ვეძახით, მაგრამ პაროდონტოლოგიაში მაშინ მაინც ყველაზე ხშირად გამოიყენება ხოლმე სასის ლორწოვანი. ან ერთი ვარიანტია რომ ეს სასიდან კონკრეტულ ზონებში რომელიც ასევე უნდა იცოდეს ექიმმა შემიძლია ავიღო მთლიანად ქსოვილი, რომელიც შედგება გარეთ, ანუ ეპითელური ქსოვილისგან და შიგნით, ანუ შემაერთებელი ქსოვილისგან. შესაბამისად, აი კოლაგენს რო ახსენებთ ხოლმე, იმ შემაერთებელ ქსოვილში არის ეს კოლაგენური ბოჭკოები. ანუ ამ ორი ფენისგან და პირდაპირ გადმომაქვს და ვაკერებ იმ ზონაში, რომელიც მოვამზადე, რომ შევქმნა. ამ შემთხვევაში ეს არის თავისუფალი ღრძილვანი ტრანსპლანტანტი, რომელიც ფერით და ტექსტურით განსხვავდება გარშემო მყოფი ღძილისგან, მაგრამ არის მკვრივი, კარგად კერატინიზირებული და თუ სწორად გაკეთდა ოპერაცია მიმაგრებულიც. მე მგონი მივხვდი. ხო, ძალიან კაი თუ გასაგები. მაგრამ მეორე შემთხვევა, როდესაც რაღაც რაოდენობა მაქვს ამ კერატინიზირებული ღძილის და მიმაგრებული ღძილის, მაგრამ საკმარისი არ არის. აი ამ შემთხვევაში მინდა რომ გავასქელო. ამიტომ ეპითელი, რომელიც ხო ვთქვით რომ ორი ფენისგან შედგება სასისგან ეპითელი რომელსაც ჩვენ ხედავთ გარედან არის და შემაერთებელი ქსოვილი რომელიც ქვეშ არის ეპითელი აღარ მჭირდება ამიტომ შემიძლია ავიღო მარტო შემაერთებელი ქსოვილი ან თვითონ ოპერაციის დროს თუმცა მე მიყვარს ორივეს ერთად აღება მე გათლა მაგიდაზე და მხოლოდ კოლაგენური შერო დამრჩება იმ შემაერთებელ ქსოვილს ვეძახით ის ჩავაფინოთ ქვეშ ეს არის შემაერთებელ ქსოვილიანი ტრანსპლანტაციის გამოყენება და ისევ ესთეტიურ ზონაში პირველ ვარიანტს არ ვაკეთებ იმიტომ რომ ფერით, ტექსტურით
განსხვავებული იქნება და არ მოეწონება პაციენტს, ამიტომ მიწევს რომ შიგ ჩავაფინო და ზოგჯერ კომპრომისზეც მივდივართ რომ ვერ ვღებულობთ ისეთ კარკერატინსდებულ და მიმაგრებულ ხდის, მაგრამ სამაგირო სქელი იქნება, მაგრამ თუ არა ესთეტიური ზონა არის და ამის საშუალება მაქვს, ვაკეთებ პირველ ოპერაციას. კეთილი. იმპლანტატებზე როცა ვსაუბრობ, თუ არის, ანუ რა სხვაობა არის, ესე ზოგადი კითხვა რო დავსვა ამ ცირკონის იმპლანტებსა და ტიტანის იმპლანტებს შორის. რაღაც მე მგონი რაღაცა მნიშვნელოვანი თემა არის ეგეც და ეგ მაგითაც მოვუკრათ თავ. მანდით როგორ რაღაცა არის, არიან ექიმები ცირკონის იმპლანტებსაც იყენებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ტიტანის იმპლანტმა დაიმკვიდრა თავი და აი უმეტესობა ექიმი ტიტანის იმპლანტს იყენებს, იმიტომ რომ ოსტეოინტეგრაცია უფრო კარგია. და გრძელვადიანი შედეგებიც უფრო კარგია. უფრო ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ არა თვითონ იმპლანტის ტიპზე, იმიტომ რომ ანუ აღარ განიხილება ცირკონის იმპლანტი როგორც ალტერნატივა რა. არამედ ვილაპარაკოთ სუპრაკონსტრუქციაზე, იმიტომ რომ იმპლანტი ხო ძვალშია. იმპლანტი ხო ვერ ხედავთ. ჩვენ ვითომ იმიტო ცირკონი, იმიტომ რომ ფერი იყო უფრო ესეთი მისაღები, იმიტომ რომ თეთრია და ასე შემდეგ, ხო? არამედ დღეს უფრო აქტუალური არის ტიტანის აბატმენტი, თუ ასე რომ ვთქვათ, ანუ მეტალის ესეთი აბატმენტი თუ ღია ფერის. იმიტომ რომ ლორწოვანს რის ქვეშაც ეს ხვდება, აქვს გამჭვირვალობა თუ ის 2 მმ-ზე თხელია. ანუ თუ თხელი ლორწოვანია იმპლანტის გარშემო, ის აუცილებლად აპრიორი სუპრაკონსტრუქციას, ანუ აბატმენტს გამოაჩენს და მონაცრის ფოღრძილი ექნება, პაციენტს არ მოეწონება. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ გაკეთდეს ცირკონის აბატმენტი. Okay? აი აქ არის დიდი მნიშვნელობა, რომელი იქნება, მაგრამ თუ 2 მმ-ან უფრო სქელი არის ღრძილი, ანუ ლორწოვანი, მაშინ შესაძლებელია რომ იყოს ისევ მეტალის და ვერასდროს ვერ დაინახავს და ვერ გაიგებს ამის შესახებ. კეთილი. სულ ბოლო კითხვას დაგისვამთ. აი პრობიოტიკების შესახებ მაინტერესებს, პრობიოტიკები ამოუწურავი თემაა, თითქმის ყველა მიმართულებით და აი პერიომედიცინის კონტექსტში რა, ანუ რამდენად მიზანშეწონილი არის ზოგადად ამ პრობიოტიკების გამოყენება და ზოგადად მიკრობიომის და მიკრობიოტას მართვა ამ პერიიმპლანტანტის პრევენციის კუთხით და ისედაც. იცით როგორი საკითხია, ეგ უნდა დავიწყო მაინც პაროდონტოლოგიდან და პაროდონტიტიდან, იმიტომ რომ ესე კარგად ჟღერს ბიოლოგიური ალბათობით, რომ აი შენ თუ შეეცვლი მიკროფლორის ტიპს, ხარისხს, შემადგენლობას შესაბამისად ყველაფერი კარგად იქნება, ესე რეალობაში არ არის. და ზუსტად მედიცინაც და განსაკუთრებით პაროდონტოლოგია ეხა მივიდა იმ ადგილამდე, რომ უბრალოდ ბიოაპკის არსებობა და ან უბრალოდ ცუდი ბაქტერიების არსებობა გადამწყვეტი არ არის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი იმუნიტეტი, რომელიც პასუხობს ამ ბაქტერიებს. ამიტომ ჩვენ რომც პრობიოტიკები ჩავრთოთ, შეიძლება ამან დიდად არ შეცვალოს არაფერი. ეხლა აქ ძალიან რთული საკითხი არის მიკრობიომის ურთიერთობა და ეს ნიუანსები, იმიტომ რომ ძალიან ღრმად შეგვიყვანს მიკრობიოლოგიაში, მაგრამ აქ ისევ და ისევ საკითხი დგას, რა რაოდენობით პათოლოგიურ ბაქტერიებს და ბიოაპკის რა დოზაზე ექნება ორგანიზმს პასუხი, რომ დაიწყოს ანთება. იმიტომ რომ ორგანიზმის იმუნური პასუხის გარეშე ანთება არ მიმდინარეობს და ყველასთვის გასაგები რომ იყოს ხარაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მომყავს ხოლმე კოვიდის მაგალითი. კოვიდის ვირუსი შეიძლება შეგხვდეს და ჩვენ ხედავდით 3 ტიპის პაციენტებს. ერთი ტიპი, რომელიც გარდაცვალებით ასრულებდა, იმიტომ რომ მისი ციტოკინური შტორმი და მთელი ეს რასაც გვიყვებოდნენ ტელევიზორში, იყო იმდენ დიდი, ან ორგანიზმის პასუხი იყო იმდენ დიდი, რომ თავად ორგანიზმი ამას ვერ ერეოდა და ბოლოს ლეტალურად თავდებოდა. მაგრამ ვიღაცას ემართებოდა მძიმე ფორმაში, თუმცა მკურნალობის შედეგად ან ადეკვატური ასე რომ ვთქვათ, მდგომარეობის შედეგად გადარჩებოდა და ყველაფერი კარგად თავდებოდა. და ვიღაცას სისხლში ამოზიოსდა, რომ კოვიდი გადატანილი ხოდა და არც იცოდა. ამიტომ ძალიან მერე აქ მიდიოდა დებატები, რომ აი იმას ბევრი შეხვდა, უფრო ბევრ ვირუსთან ჰქონდა კონტაქტი, ამას ნაკლები და სინამდვილეში საბოლოო ჯამში კი ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ იმუნურ პასუხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა პრობიოტიკები ვასვათ, თუ ამ ადამიანს აქვს წინასწარ განწყობა, ყველა ვარიანტში დაემართება პაროდონტიტიც და პერიიმპლანტიტიც და არ შეიცვლება ეს პასუხი. და მაგალითად რო ვახსენე აგრესიული თქო, იუვენიური თქო, პუბერტატული პაციენტები, ვისაც ახალგაზრდა ასაკში ემართებათ პაროდონტიტი, ესენი
არიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც ვიზუალურად საერთოდ არ ემჩნევათ, რომ ნადები აქვთ. კარგი პირიზულის ჰიგიენა აქვთ, მაგრამ მძიმე ფორმის პაროდონტიტი აქვთ, იმიტომ რომ იმ მინიმალურ რაოდენობაზეც კი ბაქტერიებით მას აგრესიული პასუხი აქვს. ამიტომ ყოველთვის საზღვარი არის მნიშვნელოვანი, თუ რა რაოდენობის ბაქტერიაზე იწყებს პასუხს იმუნიტეტი და იწყება ეს დაავადება და ვიღაცასთან ეს საზღვარი არის ძალიან დაბალი, ანუ ძალიან მცირე რაოდენობაზე იმართება და ვიღაცასთან ძალიან ბევრი და შეიძლება რომ და კარგი ბაქტერიები აასვა და აჭამო, ეს არ იმოქმედებს. ამიტომაც იყო 2020 წლის გაიდლაინი როცა გამოვიდა, იქ ეწერა რომ პრობიოტიკების დანიშვნას აზრი არ აქვს და მიუხედავად იმისა რომ რაღაცა პროგრესები არის ამ მიმართულებით, მაინც კვლევის სტადიაზეა და ჯერ ეს ყოველდღიურ პრაქტიკაში ვერ გადმოვიდა და ამიტომ პერიიმპლანტიტის შემთხვევაშიც დიდად ჯერ ვერ ხედავთ პროგრესს. პრობიოტიკებს ძალიან ჟარგონზე რეკლამას უკეთებენ, ბევრი იყიდება, ბევრი შემოდის ბაზარზე და ნუ ყველას გონია რომ იმას თუ დალევს მაგრამ მტკიცებულებები არ გვაქვს საკმარისი რომ ეს რაიმე შველის შეიძლება სადღაც ლაბორატორიულ პირობებში ეს ასე იყოს მაგრამ ადამიანის ბიოლოგია სხვანაირად მუშაობს როგორც უკვე დიახ თქვენ ახსენით ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის პირიქით თქვენ მადლობა მოპატიჟებისთვის საინტერესო იყო ჩემთვისაც საინტერესო იყო განმეორდები რომ ამდენი სიახლე ჩემთვის არც ერთ სხვა ეპიზოდში არ ყოფილა მადლობას გიხდით თუ რაიმის დამატება არ გინდა შეგვიძლია დავამშვიდობოთ ეს დავამატებ რა თუ შეიძლება უბრალოდ ხაზი მინდა გაუსვა ერთ რამეს ნუ ყველას გასაგონად რა პაციენტებისთვისაც და ექიმებისთვისაც და რატო აქამდე არ ვაკეთებდი იმპლანტებს და რატო ველოდებოდი ამ ჩემი კურსის გავლას რომელსაც არც ვიცოდი თუ გავივლიდი იმიტომ რომ ისე სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი ხო ზოგადად პერიიმპლანტიტზე არსებობს ესეთი ფრაზა რომელიც ალბრექსონმა თქვა წლების წინ, რომ ეს არის man-made disease. ადამიანის მიერ შექმნილი დაავადება. და კიდევ ერთ ფრაზას ვიტყვი, ლინთემ, რომელიც 2016 წელს ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოდიოდა რომში და მე და ქაუტონიკეთი ვესწრებოდით და მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ შეიძლება იმ აგრესიული თუ იუვენილური პაროდონტის მქონე პაციენტმა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში კარგავს კბილებს, იფიქროს, რომ ეს მდგომარეობა, რაც მას აქვს, ან ღმერთის, ან ეშმაკის დამსახურებაა, მაგრამ როცა პაციენტს ემართება პერიიმპლანტიტი, მან ზუსტად იცის ვინ ჩაუსვა ეს იმპლანტი და ნუ შეეცდებით, რომ გაექცეთ ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ან ღმერთი იქნებით, ან ეშმაკი. პასუხისმგებლობას. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ამ საკითხს და ძალიან მინდა, რომ ყველა ექიმი, ვინც ამას აკეთებს, ასევე მიუდგეს და წარმოიდგინოს თავი, როგორც ყველა ექიმა ნებისმიერ დარგში, როგორც მე ვცდილობ რა ჩემი პასუხისმგებლობა ალბათ ძალიან პიკს აღწევს ხოლმე რაღაც მომენტში და ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემასაც მიქმნის ამასთან დაკავშირებით, რომ იმ პაციენტის ადგილას წარმოიდგინოს თავი და შეეცადოს, რომ მაქსიმალურად სწორად მიუდგეს ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ გამოსწორება არ არის კბილის ექსტრაქციასავით მარტივი. იმპლანტის ამოღება, როცა უკვე პრობლემური არის ძალიან რთული, ის ფაქტიურად ამოსაჭრელი ხდება ხოლმე და მე უფრო მეძვალს კარგავს და უკეთ ბევრად რთული პროცესია უკან იმპლანტაცია და მაგაზეც არის კვლევები, რომ განმეორებითი იმპლანტაციის წარმატება 77%-ზე ეცემა, თუ იმ ადგილას კიდე მეორეჯერ გიწევს 74-ზე და თუ მესამეჯერ გიწევს 50%-იანი წარმატება, ანუ ფაქტიურად 50-50-ზე იქ გადარჩება თუ არა იმპლანტი. კეთილი. აი მრილისთვის ამოსაჭრელი მონაკვეთით დავამთავრებ ამ ჩვენ ეპიზოდს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ან არ მოწონებასაც დააჭიროთ თუ ასეა საქმე. ეს ნებისმიერი თქვენი აქტივობა, engagement-ი, რასაც ეძახიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი შემდგომი ეპიზოდები დავხვეწოთ, რაც ბევრი ვიქნებით მით უკეთესი. ასე მუშაობს ალგორითმი, engagement-ი რაც მეტი იქნება, მით უფრო მალე გავფართოვდებით და გავხდებით დიდი თემი და community, როგორც ესე ვთქვათ. ამობენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახვამდის.